მე ვაკვირდებოდი ამას და ვსწავლობდი. აი ეს ინტერნაციონალიზმი, რომელიც საბჭოთა კავშირმა ჩვენ ხაღალდით შემოგვიტანა, ჩემში ეს იყო ცოტა სხვანაირად, ცოტა უფრო კოსმოპოლიტური მით უყურებდი, გადაფასება რო დაიწყო. გადაფასება დაიწყო, დავაყენე რით უპირატესობს ქართველი ერი. რომ მე მაგალითად ავიღო ეს და ამას დაუქვემდებო რო სხვა ერი. მე ყოლევაძეებმა მიმიყვანა იქამდე რომ ქართველი ერი უპირატესი არაფრით არ იყო. აი უპირატესი ან მეცნიერებაში, ან ლიტერატურაში არაფრით არ იყო. არანაკლები ყავდა სომხებსაც წარმოადგენლები ყველა სფეროში. და გარეთ უამრავი ხალხი ლობირება გარედან და ყველაფერი, ხო? აი მან მომცა მე გადაფასება ჩემში და ეს იმას კი ანიშნავდა რომ მე იმის ხარჯზე რომ მე ჩამენაცვლო სომეხი. არა, მე უბრალოდ აი ეს სიამაყის პიედესტალიდან დაბლა ჩამოვედი და მე გავთანაბრდი სომეხთან. მე რა გავაკეთეთ? დააკვირდით, მე თანასწორი მდგომარეობაში აღმოჩნდი სომეხთან. და არ მიცემდი უფლებას სომეხს, იცი რა, მე ჩამოვედი პიედესტალზე და შენ დადექი ახლა ზემოთ. ეს მე არ მithქვია. მე არა ვარ არავის სამსახურში. აბსოლუტურად თქვენ იცით ეს და შემატყობთ კიდევაც. სამსახურში რო ვიყო, გამოჩნდება ჩემ აზროვნებაში. სამსახური ამ შემთხვევაში მატერიალური სამსახური. მე არავის არ ვემსახურები, რომ იქიდან მე ბლაგო მივიღო და იქიდან მე მუხრუჭი განვიცადო. ბუნებრივია შინაგან ტექსტით ესეთია, ვინც მე მაფინანსებს, ყველა ვარიანტში მე მაინც იმ და რაღაცნაირად უნდა ვემსახურო და სხვანაირად არ შეიძლება. და აქედან შეიზღუდება ჩემი აზროვნება. აზროვნება კი კარგი რამე არის, ხო? რატომღაც მე მაქვს ღმერთის მიერ ბოძებული ახლა ესეთი საშუალება, რომ მე არ ჩამაყენა ღმერთმა სხვის სამსახურში, რომ ჩემი აზროვნება არ შეზღუდულიყო. მე უფრო თავისუფალი ვარ. მე ხედავ ორივე მხრიდან. მე შემიძლია დავენახო სომეხის თვალიდან, ქართველის თვალიდან. ასე ვიყავი საქართველოში. მე რო არ ვიყავი არავის სამსახურში, იმიტომ ვაზროვნებდი ესე. გადაჯდომა და მე არ ახასიათებს. თელ ქართველებს ეს წაჯეკუკუჯეკობა, როგორც გურამიშვილი იტყო და ახასიათებს. ხან იქით გადაჭდებიან, ხან აქით გადმოჭდებიან, ყველას ეგუებიან, ყველა მთავრობასთან შეეწყობიან. ეს ცოტა შიგნით მარტო რომ დარჩება ადამიანი საკუთარ თავთან, თუ ნამდვილი ადამიანია, უნდა აწუხებდეს ეს. ეს არის ჩვენი ის, რომ ჩვენ ტრანსცენდენტიდან ვართ. აბა რატო ხარ შეწუხებული? რატო აწუხებს ადამიანს ასე დონეზე სინდისი, რაღაცა ის შინაგანი ხმა. ბერძნული სიტყვა ეს ქართული არ არის, სინდისუს, ხო? ტოჟე ზნაიუშის ნიშნავს. ეს ჩადებულია ისეთი რამე ამ იმაში, რომ ეს მე მაგებინებს, რომ მე ხილებული ვარ. შიგნით იმან იცის მხილებული ვარ და მე კიდე ამ სინდეს ვაყრი და ვაყრი ამეებს, ხო? აი ხლა, აი ეს ხალხი გულწრფელები იყვნენ, ვინც ჩემთან საუბრობდნენ და როდესაც პიროვნება სკოლის დირექტორია, ის ჩარჩოებში მოთავსდა. იდეოლოგიის სამსახურია სკოლის დირექტორი. ეხლაც ასე თუ ისე ოფიციალურად იდეოლოგია არ აქვს მთავრობას, არსებულ მთავრობას, ახალგაზრდებს, ჩემზე 20 წლით პატარებს, რომლებიც გაიზარდნენ საბჭოთა კავშირში, საქართველოში ერთ-ერთ ფილიალში, საბჭოთა იდეოლოგიის ერთ-ერთი ფილიალი იყო საქართველოს, ხომ? შეიცვალა რა სიტუაციები, ეს ახალგაზრდა თაობა, რომლებმაც უფრო კაი პირობებში აღზრდა მიიღეს, განათლება მიიღეს, პროლეტარები არ მოსულან, თითქოს მომზადებული დახვდნენ ამბავს და ეხლა მაგებმა ჩაიბარეს მართვის სადავეები, ხომ? აი ხო დააკვირდით. აი მაგ იმაში რომ შედის ადამიანი იდეოლოგია არ არის ეხლა, მაგრამ სკოლაში მასწავლებლის შეშვება, წოდებული მანდატორები, ეს ხომ არის იგივე იდეოლოგია, მხოლოდ კანონში არ არის ესეთი იდეოლოგია. ეს არის ფილოსოფიით გახმოვანებული, მოკლედ ისეთი იდეოლოგია, რომელსაც სახელმძღვანელო არ გააჩნია. აქ არ მე გაუგებრობა. იმათ სახელმძღვანელო ჰქონდათ დიალექტიკური ისტორიული მატერიალიზმი, მარქსიზმი, მისი პუნქტები და ეს გინდა არ გინდა თეორია ისწავლებოდა. აი ახლა აი მართვილ სისტემას, რომელიც განაგებს ჩვენი მთავრობა, მათ იდეოლოგია არ აქვს. აბსტრაქტული ცნება არის პატრიოტობა და პატრიოტობა იდეოლოგია არ არის. პატრიოტობა ახლა მოიხსენებათ პატრიოტობით ჩვენ შორს ვერ გავალთ. ეს ბერძნული სიტყვა არის ნასაცხები და პატერი, მამა, ესე იგი, ვინც იბადება მათ, ისეც პატრიოტია. სომეხი დაბადებული მათ, რატომ არ არის პატრიოტი? ოსი დაბადებული, რატომ არ არის პატრიოტი? ემიგრანტები კი არ არიან, კი არ შემოგვაწყდნენ ეგენი. ეგ ისტორიული ვითარების განპირობებული იყო, ეგ ხალხი ჩვენთან იზრდებოდა. ოსი, აფხაზი, კავკასიური ტომების ოჯახში, ეგენი ჩვენ და ბედის რაღაცა უკუღმართობამ ჩვენ დაგვაახლოვა ოსებთან, აფხაზებთან, სომხებთან იყო ნათესაური კავშირებიც გაბმული გვაქვს უამრავთან, ხო? მეფეებს, ცოლები ყავდათ, ძალიან ბევრი. ხო, ამიტომ იყო შემოგდებული ვინაკეთებდა ამას. ნუ ახლა თეოლოგიურად პასუხი მაქვს, რომ ქართველის ისევე რაფინირება დაიწყო და უბედურებაც აქედან წავიდა. რაფინირებული ქართველი, რა თქმა უნდა, ტოქსიკური იმეებს, რაც შეტანილი არის, თქვა, სხვა ეროვნებებიდან იმ ტოქსიკურ მოვლენებს, რომელიც არის სომეხი ოსიდეს ნაციონალური ტოქსიციზმი დავარქვათ ამას ტოქსიკური საშუალებები, ნივთიერებები, ამის ჩამოშორება დაიწყო და სხვა ეროვნების წარმოადგენლები გახდა უკვე ეს ბაქტერიები.
და ესე უკვე ეს ანტაგონიზმი ნელ-ნელა უკვე მწიფდება საბჭოთა კავშირის დროს. და როგორც კი შევდივართ ჩვენ ახალ ეპოქაში და პირველი ვინც ამ დროშას იღებს გამსახურდია, ზუსტად ეს აამუშავა. აქედან დაიწყო უბედურებები. ხო? როგორც ნაციონალისტური ლიდერი, გამსახურდია ყველა მიიღო და მოეწონა. გამსახურდიამ გამოხატა ყველა ერის ქართველის, ქაქართველებულის, რომელიც რაღაც მიზეზების და გამო ის გადაიკეთა გვარი, მაგრამ უკვე ქართველობაში მოჯდა, რაღაცნაირად უკვე ეს პატრიოტიზმი და რატომ? იმიტომ რომ თუ განსაკუთრებული ერი ვართ, ყველაფერი კარგი ჩვენ უნდა გქონდეს და ვინ ჩვენთან ცხოვრობს, იგულისხმება, მოსამსახურეები უნდა დაგვიდგენ ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ თავადები, ერისთავები, მთელი რიგი რაღაცები და საბჭოთა კავშირმა, მარქსიზმმა ეს წოდებრივობა რო გააუქმა, ძალიან ბევრი ამას ბოლომდე არ იღებდა. როგორ თამამად აცხადებს ვინმე რომ ვინ წერეთელია, ვინ ერისთავია, ვინ ბარათაშვილია. დღესაც ეგრე მაგრაგრიელებს გამიგეთ. აი გამსახურდიამ რო სწორედ ეს აიღო და ეს მიიღო, გადაუდგა მას ძალიან ისეთი მოსახლეობის ეს ნაწილი 9 მილიონი სხვა არის მანდ, ხო? დაამატებთ ამას 350 ისა 500-მდე აზერბაიჯანი, 500.000, 250 ახლა სომეხი იქნება, დაპატარავდა 60.000 ოსი. ნუ ავწიოთ, გამოცეთ 9 მილიონს ცოტა გადააჭარბოს, ხო? ეს სხვა ეროვნების არის. გაქართველებულზე აღარ არის ლაპარაკი. თუ გაქართველებულსაც ჩავდო, უფრო მეტი იქნება. სადღადის ზღვარი, როგორ შევამოწმოთ, ვინ ქართველია, სადავიღოთ ის დნკ-ს ისენი და რას ნიშნავს ქართველობა. აი ეგ საკითხები მე მან დავამუშავე. სწორედ ამ დამუშავებული საკითხების შიგადაში გახმოვნება, რომ იმიტომ იყო მგლებივით მეტაკებოდნენ და გარეჟრაზე, ცნობიერების გარეჟრაზე თქვენც ნაციონალისტი იყავით. ჩვენ თქვენც ქართველობდით და გაოცებდათ ჩემი საუბარი ამის საწინააღმდეგოს რო ვიძახთი. რომ არანაირად არ არის სწორე, ვთქვათ, ნაციონალიზმი. ეს ჩამორჩენილობა არის. არც საბჭოთა კავშირს უქადაგია ეს. ვინ შემოიტანა, ვინ? საბჭოთა კავშირი არ ქადაგდა ნაციონალიზმს. არც ის უთქვია, რომ ქართველები მაგარია. ეს სადღაც არის ამის პრობლემები. დღესაც როგორც გამსახურდიას დაუპირისპირდნენ, გამსახურდიას აშკარად ვერ დაუპირისპირდნენ, მაგრამ უკვე არის შემონათ ოსებს, სომხებს, რუსებს გამსახურდია. შევარდნაძის შემოსვლამ გაახარა ეს ხალხი და თელი ელექტორატი შევარდნაძესთან დადგა. ეს გათვალისწინებული იქნა ჩვენი ახალგაზრდა პრეზიდენტის მიერაც, იმიტომ რომ ასეთი მკვეთრი შემოსვლით შემტრებს გაიჩენ. სახელმწიფო არ არის შენი შექმნილი, ხო? დაგხვდა შენ და ეხლა არის საჭირო შენ გევალება მართვა. და სახელმწიფოს რომ მართავ, იქ მაცხოვრებლებიც არიან და მეორე ხარისხოვნად არავინ არ უნდა გამოცხადდეს. არავინ და არც პირველი ხარისხოვანი. აქ არის უბრალოდ ვინ როგორ იქნება და რაღაცასთან უნდა გავწოდოთ. დღეს დამეთანხმებით იდეოლოგია როგორც ასეთი ჩვენ მთავრობას არ აქვს. პრობლემაც აქ არის. სამაგეროთ როგორ მართოთ ადამიანები. თავარი არის მართვა, ხო? ოჯახში ახლა სახელმწიფო ოჯახი არის და არეულობა გექნებათ, გამსახურდიამ ვერ გაართვა თავი. მის იდეოლოგიით მართვამ არ გაამართლა. იდეოლოგია მის იყო ეროვნულობა, ქართველობა, მე როცა დაშალდა ეს და გავიდა კავკასია, ვერ შემოიერთა ვერც სომხები, ვერც აზერბაიჯანელები, რათა ამით დაპირისპირებოდა რუსებს. მე არ მესმის რაღაც უპირისპირდები რუსებს, რომ კოლაფსია საბჭოთა სახეზე. საბჭოთა იმპერია და იდეოლოგია წავიდა. მოხდა გარდაქმნა. არც რუსეთიდან ჩვენ იდეოლოგიას არ ვაწვდიან. ეს იდეოლოგია კიდე მოიხსენებათ ისეთი რამეა, ნაჩვევი ვიყავით ჩვენ საბჭოთა კავშირში იდეოლოგიურ მართვას. იდეოლოგია მართავდა. ვინ გამოიცვლებოდა, არაფერი მნიშვნელობა არ ჰქონდა. იქნებოდა შევარდნაძე თუ მჟავანაძე თუ ის წავიდა და აუცილებლად სხვა, მაგრამ მართავდა. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა განათლებული. ამიტომ იყო რომ შფერშალი შევარდნაძე მართავდა ქვეყანას. იმას არ ჭირდება განათლებულობა იქ მართვას. აი დღეს უკვე სხვა ვითარებაა. იდეოლოგია როგორც მართველი სუბიექტი გაქრა საქართველოსთან. ეხლა არიან პიროვნებები. მაგრამ სადღაც უნდა დაჭერდეს ეს პიროვნებები. ამიტომ ახლა სულ ქართული დავიჭიროთ, ეგეც არ არის კარგი. აი ამიტომ არის რატო უჯანყდებოდნენ პირველ ეტაპზე სააკაშვილს? რას ხედავდნენ სააკაშვილში? სააკაშვილში ხედავდნენ როგორც ანტიქართულ ფენომენს. ეგ ქართველების მტერია. იძახიან მავანი და მავანი. დღესაც ეგრე იძახიან. ამიტომ ქართველი ისევ წმინდანად არის გამოცხადებული და თუ ქართველი წმინდანი არის, ქართველების ერთმანეთის დატაკება არ შეიძლება. ეს მუსირებდა და ეხლაც არის. მიუხედავად ამისა, ანტიბუნებრივი არის ეს ყველაფერი, მაგრამ ცოდვადაცემული ადამიანები არინდობენ ერთმანეთს ქართველი იქნა, როცა ტყავის პრობლემა დგება. ეს ბევრს ავიწყდება. მაგრამ თეორია ასეთია სატანიდან მოწოდებული. ქართველი იმდენად წმინდა, რომ ჩვენ ერთმანეთს არ უნდა დავერიოთ. მე მithქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ გასაღებული არის აი ესეთი აზრი, რომ აუცილებლად თავრობა რაკიღა გვანგრებს, ეგ ქართველი არ უნდა იყოს და შემოიტანეს, რომ ეგ სომეხია. სომხები ყავს სულ. რათა გააბედონ და როცა გამოხტომა იქნება, აი ეს შემოტანილი ჩემში რო სომეხია, უფრო დაგეტაკო და დაგახჩო. ამას როგორ აკეთებენ მე არ ვიცი, მაგრამ სახელზე ეგ არის. ამიტომ იდეოლოგია არ არის დღეს,
და მართვა არის აუცილებელი. რო ჩაგაბარეთ ამხელა ქვეყანა, უნდა მართოთ. და სახელმწიფოა ის კარგი, რომელიც გარანტი არის მართვისა. სადაც სიწყნარი არის, სიმშვიდი არის, ხო, არ არის კაცის ყბლა, ყველაფერს ვერ გადაწყვეტავს სახელმწიფო. აი დღესდღეობით ეგ არის. მართვა კარგად არის, იმართება. მაგრამ მართველი რამდენია საქართველოში და ვინ მართავს? ეხლა უდიდესი უმრავლესობაზე გავლენა აქვს საპატრიარქოს. ეგ ახლა არ თქვას არავინ რომ სომხებმა დაცოს ყველას და შევცვლიდნენ და მართლმადიდებლება დაეწერა. სომხებს თავისი რელიგია აქვს, სპეციფიური, სადაც არ მიდის, ის ამას გრიგორიანობას არ იშორებს. ყველგან არგენტინაში, სადაც ვენახე სომეხი, არ ცვლის რელიგიას. პროზელიტად არასოდეს არ გვევლინება ეს სომეხი, ხომ? ხო და ადვილი წარმოსადგენია მართლმადიდებლობა გამოდის როგორც ქართველების იდეოლოგია. აი ამას უპირისპირდება უკვე მთავრობა და მეც ვარ იმის მხარეზე რომ არ არის სწორი რომ მართოს ქვეყანა ნაციონალისტებმა, რომლებიც არიან როგორ იცით, აი ნაციონალური დროშით გამოდიან. სხვათა შორის ახლა პარტია ნაციონალური პარტია ძდროა რომ სახელი გადააკეთონ უკვე მაგ მთავრობის წარმოადგენლებმა, იმიტომ რომ არ ჟღერს კარგად ეს ნაციონალური პარტია ჰიტლერის. რატომ ნაციონალური? ადგილობრივი სომეხი ამ პარტიითაც შერცხვენილი იქნება, ხომ? სხვა პარტიაც არის კაცო რა, ან რესპუბლიკური დაირქვე, ან რაღაცა სხვა მოიგონე, ისეთი რომ იქ თავი იგრძნოს ყველამ, რომ ამის მე შემოვდივარ და მეც ვაშენებ იმ ქვეყანას, სადაც ვცხოვრობ. ჩემი შვილები გაიბადა, ჩემი შვილიშვილები და არ ვიგრძნო თავი მეორე ხარისხოვნად. აი ახლა რაღაც ამდაგვარ ნაბიჯებს აქვს ადგილი, მაგრამ იმდენად აი ესეთი მართვის ისეთი ისმის რომ აშკარად გრძნობთ ჩვენ და ვხედავთ რომ ცით რა საიდანღაც მოპარული ეგ თემა. ბუნებრივი არ არის ეს მართვა და ამას კრახი მაინც წინ ელოდება. იმიტომ რომ ბუნებრივი არის ის, რაც საკეთებს პატრიარქი, საპატრიარქო, ქართველობა. და იქ შესული ხალხი, რომლებმაც გვარებიც გამოიცვალეს ბევრი, გულზე აი ჯიხს ირტყამენ და ქართველობენ. ხო და აი როცა ანტაგონიზმი იყო გამსახურდიასთან და ეკლესიასთან, სწორედ იმიტომ დამარცხდა გამსახურდია. რა გააკეთა ჭკვიანური ახლა თუ აკეთებს მთავრობა? იცით რა საკეთებს ჭკვიანურს? სწორედ ისინი მიდიან და აი მეორე აღმოაჩინეს რომ საქართველოში არის მართვის კიდე ერთი სისტემა, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ხალხზე. ასეთი არის ეკლესია. ამათან ურთიერთობად კარგად რო გალღვა ყინული, ყველაფერი მოწესრიგდა. მაგრამ რამდენ ხანს იქნება ეს წესრიგი შენარჩუნებული? ეს წესრიგი, აი ესეთი წესრიგია, ჭეშმარიტებისკენ მიდის ეს წესრიგი თუ წესრიგი წესრიგისათვის. დროებით სანამ ჩვენ ვართ. თუ ამას რამე არ დავამატეთ კიდე ისეთი რომ ადამიანში უნდა აინთოს უმაღლესი გაგება, განათლება შევიდეს და მოვაწყოთ ისე ქვეყანა, რომ ყველამ თავი კარგად იგრძნოს და ამავე დროს ქართველმა არ უნდა დაკარგოს ქართველობა. თუ ქართველმა დაკარგა ქართველობა, ეს ბიბლია ამას არ აგვიდასტურებს, იმიტომ რომ ყველა ერი ღმერთის მიერ არის გაჩენილი და ყველა ერს აქვს აუცილებლად იმასთან ანგარიში ვალდებულია. ჩვენ კი არ უნდა გადავშენდეთ დემოკრატიის ხარჯზე. მე არ მინდა ესეთი დემოკრატია, რომ ქართველი გადაშენდეს. არც ისეთი და სომეხი გადაშენდეს, იმიტომ რომ ჩვენ პასუხი მოგვეთხოვება როგორც საქართველოს რესპუბლიკას, თუ ჩვენ სომეხს შევავიწროებთ. ის სხვა ეროვნების არის, მაგრამ უდიდესი უმრავლესობა ქართველი რო არის, საქართველოს რესპუბლიკა ქვია და არა სომხების. ჩვენთან თავს ისინი არ გრძნობენ ემიგრანტებად, იქ დაიბადნენ და ასევე სასომხეთში არ უნდა იგრძნოს ქართველმა დაბადებულმა თუ იქ წლობით ცხოვრობს, ისეთი კანონები უნდა შეუქმნას იმან, რომ მას შეეძლოს სამთავრობო სტრუქტურებში თავისუფლად შესვლა, მაგრამ სომეხის ლიკვიდირება არა. თუ იქ ქართველი შევა და სომხი ჩამოგდოს და მე ვარ ახლა და სომხი ქართველი, ეს არ არის სწორი. არა ბიბლიური არის. აი საქართველოში ეს ვერ გაუკვიათ და ეხლა მეორე უკიდურესობაში თუ შევიდნენ, ეს გარანტია იქნება კოლაფსისა. ერისა. ქართველი უნდა იყოს, უნდა იყოს ქართველი. მაგრამ არის კი ქართველი ისეთ დონეზე აყვანილი ჩვენ რო ვაქებდით, აი მოკლედ რა საჭიროა ქართველის პანეგირიკი. მე რომ ვაკრიტიკებ ქართველს, ეს იმას კი ანიშნავს, რომ არ ვარ გერი. კრიტიკა ნიშნავს რაფინირება. მე ვხვეწავ. მე უკეთესი მინდა იყო და უკეთესი რო არის ქართველი, სხვანაირად ხედავს სომეხს, არა ისე, როგორც წმინდანი წინწკლებში ქართველი ხედავდა სომეხს. ამის უფლება ეს ქრისტიანული არ არის. ქრისტიანული სწორედ ის არის, რა გიღეს მიწა ჩვენ ქართველებს მოგცა ღმერთმა, ებრაელებსაც თავისი დაანაწილა. ამავე დროს ესეთი კანონიც მოადევნა მას. თქვენ ქვეყანაში ხიზანს კარგად მოიქეცით. ჩვენ ქვეყანაში ხიზანი ვინ არის? ის ვინც არა ქართველი არის. და ჩვენ უნდა ვექცეოდეთ მაგას კარგად ყველა უფლებებში. მან უნდა იცოდეს რომ ჩვენ ვართ პრიმატი. ჩვენ კი უნდა მოვახვევთ თავზე რომ მე ვარ მაგარი. თვითონ სომეხმა უნდა იგრძნოს რომ შენახარ აქ და მე ჩემ სამშობლოში ვარ, მაგრამ შენახარ ჩემი ვთქვათ, კაი გაგებით მართველი. ეს ჯერ არ დაწყებულა მანდ
უკუის კი ის არის რომ სულელურად ეს ქართველობა, აი წერლობამ რო გააკეთა ზიზღი წარმოშვა, თქვა სხვა ერებში და ქართულ ლიტერატურას როგორც ასეც კი არ მიიღებენ როგორც თავისას. მე ახლა როგორც თავი ჩემსაც ისევ ვკითხულობ თქვა ნიშეს, დოსტოევსკის, ბალზაკს, უამრავი წიგნები რომ ერთ ჩამოთვალო. თავს ვარ მოგაწონებს მე არასოდეს არ წამიკითხეს ნაციონალური იმები ჩარჩოებიდან. ის პრობლემა რაც დასმული არის თქვა დოსტოევსკის პრობლემაში, ეს მარადიული პრობლემა არის. ის ჩემია. ის არ არის რუსის. ის რუსის ხასიათს არ აღმიწერს. ის წმინდა ადამიანის პრობლემას აღმიწერს. ეგ პრობლემა ყველას აქვს. არის თუ არა ღმერთი, როგორ გავართვა სინთეზი, ეთიკა, ქვეყანა ამავე დროს და ხა თუ გაუთავებლად რუსებს აქებ, ეგ წიგნი რა რაში მაინტერესებს. რუსის პრობლემა მე მგონი არაფერი პრობლემა. ისე როგორც ინგლისელს თავის პრობლემა თუ აქვს, მე იმას არ წავიკითხავ. არც ნიჩე არის მისაღები თუ მართლა გერმანული პრობლემა აქვს. იმას საკაცობრიო პრობლემა აქვს და ამით მიზიდავს იგი მე. ასევე ჩვენც ახლა ქვეყანა გვაქვს, ჩვენ საქართველოს რესპუბლიკა. ამიტომ მანდ ახლა იმის კი არ უნდა მოხდეს არჩევა ქართველისა, რომ მარტო ქართველი ხარ და შენ უნდა იყო. და არც ისე რომ იცი რა, ახლა სვამე ხო შენ შემოდი. არა. მან კრიტერიუმი სხვა უნდა იყოს. მაღალი პროფესიონალიზმი და ამ ხრივ ახლა თუ სომხები მუშაობენ, მე გეტყვი ამის ნამდვილ მიზეზს, რატომ მუშაობენ სომეხი. სომეხი მაინც უფრო დისტანცირებას ახდენს, მაგას ვერ მოისყიდი იმ გაგებით, ქართველი მაინც ქართველთან ცნობიერად გადაჯაჭულია და იცით რა არის? აი მაინც ისეთნაირად ვალდებულებს გრძნობ თავს, რომ რაღაცა იცი დათმობაზე წახვიდე. ასე ქვეყანას ვერ ააშენებ. ვერ გაკეთე გამსახურდია. აი სააკაშვილში კიდე რა ჩანს იცით ეგა? რომ ანახი დისტანცირება მოახდინა, მაგრამ ზომების სანახევროა. მან კორუფცია ვითომ მოსპო დაბალ დონეზე, მაგრამ მამალაძეს ადგილზე თავის კაცი ყავს რა არავინ არ იცის ესა? რატო დავხუჭოთ თვალები? მე მინდა უკეთესი იყო. მე კი გაქებ როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ნუ შეჩერდები ამაზე. უფრო უკეთესი მინდა იყო. მამალაძეს ადგილზე თუ სხვა დარჩა, რომელიც უკვე აღარ იცის სახლები სადააშენოს, გადახედე რა გაღატაკებულია ხალხი. და ხო იყავით პატიოსანი როცა მოდიოდი, ხო მოდიოდი შენ იმით რომ იცი რა, ბუნებრივი ხალხთან ურთიერთობა, რატო დაშორდი ხალხს ესე და რატო გააკეთე ღობე და მარტო ერთი კლასი გაბატონდა შენთან და ეს არის საქართველო? ეროვნულობაზე არ არის ლაპარაკი. აი ვინ შემოვიდა იქ აი ფულიანები, ბიზნესმენები, რასაკეთებენ? პირველი ეტაპი რა 50 სახლი რა თუნდა კაცს. როგორ შეიძლება 50 სახლში ერთდროულად იცხოვრო, ხო? აი ეს უკვე ობიექტურობაზე რო გვაქვს ჩვენ პრეტენზია, მართლაც ეს უნდა აი ეს მინუსები უნდა აღმოფხვრათ. მაშინ ხარ კარგი მართველი, უკვე საყვარელი როგორც სომეხისთვის, ისე ქართველისთვის და კი მართალია დღეს ქართველს არ აძლევს ისეთ უპირატესობას. მაგრამ რა ბედენა ეს თუ ზოგადი ჭირი საქართველოში შეიმჩნევა. ახლა სომეხსაც უჭერს რიგით სომეხსაც და რიგით ქართველსაც ახლა მოდი ესე ვთქვათ. დღეს იდეოლოგია არ არის. როგორ ხდება წესრიგის შენარჩუნება? საბჭოთა კავშირში იდეოლოგია იყო სახშიც, ყველგან. დააკვირდით, იდეოლოგია რო არ არის, სახლებში წესრიგი არ არის. სახლში ახლა ის ვერ შემოვა სააკაშვილი და ვანო. სახლში არ შედიან ეგ ბატონები, რომ იცი რა, ტყავი გაგაძროთ. ისინი სამსახურში მთელ სახელმწიფოს მართავენ და მართვის ცოტა ისეთი მეთოდები აქვთ. ერთგვარად აი დაშინება შევიდა, დაშინება, რაც ქვია ლათინურად ბერძნულად ტერორი. ეშინია ადამიანს, თუმცა უსაბუზროა შიში, მაგრამ შიში ნამდვილად არის. ეშინია მოსმენები, თავისუფლად ადამიანი ვერ აზროვნებს, ვერ ლაპარაკობს. მე თვითონ მივხვდი ამას, როცა დაველაპარაკე ვინმეს ტელეფონზე, მე მივხვდი რომ იგი ვერ ლაპარაკობდა. და რატო უნდა ჩავაგდო ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში? თუ ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ ქვეყანას, მაშინ ადამიანმა უნდა ილაპარაკოს, იცით? არ უნდა გეშინოდეს ვინ რა სიტყვის ტელეფონზე. მართალია, ოპოზიციონერები ყველაფერს ლაპარაკობენ ტელევიზორში, მაგრამ რიგითი ადამიანს რატო ეშინია? ის ხომ შენი კონკურენტი არ არის. რატომ შევიდა რიგით ადამიანში შიში და უსაფუძვლოა შიში? რის გეშინია? არ გეშინია გაჩაჩილაძის, არ გეშინია ბურჯანაძის, ყველაფერს ლაპარაკობს გუბაზა, ნაძირალა, აი იგინება და თავისუფლადაც მიდიმოდის. რიგითმა ადამიანმა რო იგივე თქვას ტელეფონზე და მოусმინო მას, იმას ტყავს არ გააძრობ? მაინტერესებს ეს რა არის? ესე იგი, ოჯახებში არ შევიდა იდეოლოგია, ოჯახებში შევიდა ტერორი. ისე რომ კაცი არ არის საჭირო. ვერავინ ვერ ლაპარაკობს. ეს ეხლა თანმართმაინდებლობა არის შიშით. თან კიდე მართვის ეს სისტემა, ეს ორი. ამათ შორის ანტაგონიზმი, რომელიც იყო დაწყებული გამსახურდიას დროს, ბრწყინვალედ არის გადაჭრილი ეს 2 წელია. იყო ანტაგონიზმი, თქვენ კარგად იცით ეგა და ეხლა რო გადახედა ბატონმა მიშამ, დაპირისპირება ეკლესიასთან დამთავრდება საბედისწეროდ. უდიდესი უმრავლესობა ეკლესიის მხარეზე დადგება. იმიტომ რომ ეკლესია გამოდის იდეოლოგიით. არ იძახის ქართველობა.
ჩვენ როგორ იმის აზრები, რასაც გაჩიჩილას იზრახს, ეს ეკლესიის აზრებია. ისინი ჩუმად არიან. გამოწვდნენ, გამოუშვებენ. ეგეც ხომ ეკლესიასაც ყავს თავისი აზრის შემსწავლელი აპარატურა. ეგეც არის უშიშროება. ესეც უფრთხილდება თავის უშიშროებას. უშიშროება ყველგან არის. ყველა ამერიკაში ყველგან სახელმწიფოს უშიშროება თუ არა აქვს, იმის საქმე შავად არის. თავისთავად ცუდად შემოგვიტანეს ჩვენ სახელმწიფო უშიშროების KGB. უბრალოდ ყველა რომელსაც არ აქვს KGB. სკოტლანდიათი რა ჯანდაბა არის, ცერეუ რა არის, ფებერი რა არის. რასლობა რებს აკეთებენ ეგენი. ეს მე იმ თავითვე ვიძახით, ეს უნდა იყოს სახელმწიფოში. რა, საქართველოში KGB არ არის? სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი არ არის? სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოში არის. სხვა სახელი ქვია და სხვა მოდერნიზირებული ფორმები არის. და ესე უნდა მართო ეგ რომ არ იყოს ქვეყანაში მართვაც არ იქნება. ბატონი ზვიადი კიდე პოეტი იყო სულით და ვერ გაართვა მას თავი, ქართველი იყო. მან ქართველობამ შეუშალა ხელი, რომ ემართა ქვეყანა. მეგობრობა, იქ ნათესავობა, იქ კლასელობა შემოვიდა, ის ჩემი მეგობარია, ეს ჩემი ის არის ნაცნობობა. შეყარა ხალხი პარლამენტში და იყო ქაოსი. ხომ, გაიხსენეთ. რა ისტობა არის ხო საქართველოში გავრცელებული? ან იგივე ტერმინი ნიშისტობა. როდის ამოვა ჩვენგან ეს ლექსიკონები და უბრალოდ ადამიანურ იმას დავიწყებთ რაღაცა რა ელემენტარული თავისუფალი აზროვნება. მისასალმებელია ქვეყანა, სადაც ადამიანს თავისუფლად აზროვნებს. თუ გვაქვს აზროვნება, ყველამ კი არ უნდა ილაპარაკოს, მაგრამ როცა შენ მალავ რაღაცას და სხვისთვის მელაპარაკები, აი სხვა მისმენს და ისე მელაპარაკები. ერთ ტელეფონზე ესე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს შეშეც უსაფუძვლო არ არის. ესე იგი თავისუფლება თუ მოკვდა პიროვნებისა, სახელმწიფო უკვე სხვა იმას იძენს სტატუსს. რა აქვს ემუნდა საბჭოთა კავშირში? პიროვნების თავისუფლება იყო მანდ აკვეთილი. სხვა მხრივ დოვლათიც იყო შემოკარგებო, რესპუბლიკაც მდიდარი იყო ჩვენი და დასახლებულიც იყო ხალხი და ლაღობაში გავატარებდით. იმ ქვეყნიდან განათლება გამოგადგათ თქვენ არ მონობაში რო გაზნელიყავით, განათლებული არ იქნებოდით. დასკვნა, ჩვენ არ ცხოვრობდით მონურ საბჭოურ კავშირში. ჩვენ ცხოვრობდით ისეთ ქვეყანაში, რომ იმათაც მართლობაზე ქონდათ აგებული, ვმართოთ ხალხი. რომ მარტო ხალხი იდეოლოგია საჭირო. იდეოლოგია შემოიტანეს, იდეოლოგია იყო ათეისტური და თან პიროვნებას კლავდა. მსოფლმხედველობით ის ისეთი იდეოლოგია იყო, რომ პიროვნება მე არა ვარ. აქედან გამომდინარე ნიცშე არ უნდა ითარგმნოს, შოპენჰაუერი არ უნდა ითარგმნოს, კირკეგორი არ უნდა ითარგმნოს, შტინერი არ უნდა ითარგმნოს. ესენი პიროვნება წამოწიეს წინა პლანზე. სამაგრად უნდა ითარგმნოს, ჰეგელი უნდა ითარგმნოს, კანტიც უნდა ითარგმნოს. ესენი სახელმწიფოს წამოწევენ წინა პლანზე. ხო გახსოვთ არა ეგა? ასე რომ დღესაც თუ პიროვნებები არ შემოდიან, აი პიროვნების აი აღორძინება არ ხდება. აი ეს პიროვნებასაც, ესე იგი, ჩემს თავისუფლებას რაიმე ემუქრება. ძვირფასი ეგ არის, სწორედ ახლა ლაპარაკი არის, სწორედ განათლებული ადამიანებზე ვლაპარაკობთ ჩვენ. და რა არის მოვალეობა ერთი ადამიანისა მეორის? რა პრობლემა მოხდა ბიბლიურად? აი რა იყო ის პრობლემა? თქვენ კარგად იცით, ინფორმაცია რო გაქვთ თქვენთან, უფრო ადვილია კიდე ლაპარაკი. მეტ შესაძლებლობას მაძლევთ მეტად გავიხსნათ თქვენთან. აი ბიბლიაშიც ზუსტად თავისუფლება გაიცვალა. ჩაენაცვლეს, ესე იგი, ცრუ თავისუფლება ჩაენაცვლეს ნამდვილ თავისუფლებას. თავისუფალი იყო ადამი და ევა ღმერთში, ის იყვნენ პიროვნება. პირდაპირი კონტაქტი გქონდათ ღმერთთან. ღმერთთან კონტაქტი განვასხვაოთ ჩვენ, როცა პიროვნებასთან კონტაქტობს, თავისუფლება არ არის. აი ღმერთთან როცა კონტაქტობთ თქვენ, ეს არ არის დამოკიდებულება, ეს არის თავისუფლება. ასეთი მოგვაწყო ღმერთმა. აი ეს დაკარგა კაცობრიობამ. და მაგის ადგილზე ყოველთვის კაცობრიობის ისტორია ეს არის ჩანაცვლება აი ღმერთის ადგილზე, ან სახელმწიფო, ან პიროვნება, ან რაღაცა სხვა, რელიგია. ამის ჩანაცვლება ეს არის ისტორია, მეტი არაფერი. და ესე როგორ მართავენ ხალხს? აკი გვიწინასწარ ამტყულა ღმერთმა, დაიღუპებით ესე. ტყავს გაგაძრობენ. თქვენ უჩემოთ ვერაფერს ვერ გააკეთებთ. და ესენი პირიქით მოაზროვნები ხოტბას და ხოტბას ასხავენ ახალ წყობილებებს. არც ერთი წყობა არ ამართლებს. არავინ არ იყო მოაზროვნე ხმაყოფილი თავის წყობისა. არც პითაგორა იყო, არც სოკრატე, არც პლატონი. იმ სახელმწიფო მოწყობისა, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება. არც ჩვენი მაკიაველი. რომელიც თქვა, არც ნიშე მოაზროვნები. ნიშე საერთოდ მიუღებელია შოპენჰაუერისთვის, ნიშესთვის. ყველანაირად მიუღებელი იყო აი სადაც ცხოვრობდნენ. მაგს ამაგეროთ, გაამაგრა თავისი ფილოსოფიით, აი ეს წყობა, რომელიც წყობაშიც ცხოვრება მოუწია ჰეგელს. ასევე ლენინი, როგორც კი მოაწყო ეს ცხოვრება, თავის თეორიებით გაამაგრა, რომ ეს არის სწორი, ერთადერთი და კარგი. აი ამას ყტენიდან თავში და სწორედ ამას აუჯანყდით ჩვენ. თუ იგივეს ახლა მანდავაშენებთ, არაფერი წინსვლა არ გვაქვს. გინდა ქართულში გამიშენეგა, გინდა სომხურში, გინდა ინტერნაციონალში. მან თუ პიროვნება ჩაკვდა. პიროვნება
ხომ? ჯერ პიროვნება უნდა გავიგოთ რა და როგორ არის და ამის აღზრდა უნდა მიდიოდეს. მე არ უნდა მეშინოდეს სახელმწიფოში თავისუფალი აზროვნებისა, თავისუფალი წიგნის წერისა. თუნდაც თქვენთვის მეუღებელი პრეზიდენტი ხართ. აი დააგნიშნეთ პრეზიდენტად. რატო გაშინებთ ჩემი აზრები? რატო უნდა გაშინებთ ეს აზრები, მე წიგნები გამოვეცი. მე სიმბოლურად ვლაპარაკობ. არ შეიძლება ამის აკრძალვა. თქვენ არ ხართ ესე იგი ისეთ დონეზე, რომ თქვენ ამისგან დისტანცირება მოახდინოთ. რაც მოახდინოთ თქვა თანამედროვე ევროპამ. თანამედროვე ამერიკამ, რომელიც ახლა კრიზისს განიცდიან და ეს კრიზისი ნაწინასწარმეტყველება იმ მოაზროვნების მიერ, რომლებმაც აი ისეთ ქვეყნებში წიგნებს მაინც უშვებდნენ, ისეთ დაუძინებელ წიგნებს, ხომ? ახლა მოიხსენებათ თავის დროის საოცარი მიზანთროპული წიგნი არის ნიცშეს ფილოსოფია. ეს გამოიცა. თუ ყველა არცენდა მას თავის ხარჯით ამან გამოც არ დაუჭერიათ, არ დაძდებდნენ, არ კლავდნენ. განადგურა თავის ნაწერებში გერმანლიერი. უფრო მეტი ადამიანი. საერთოდ ღმერთი მოთხარა. ამგაც არავინ არ გამოკიდებია ჭოლუკებით. ამას მარტო სატანა დაძდებდა ამ საწოდავს. სხვა არავინ. ადამიანი მას პოლიტიკა, ეს არ იყო პოლიტიკური პატიმარი თავისი აზრებისათვის. არც დოსტოევსკი დაუჭერია თავისი აზრებისათვის. ის რაღაც სხვა ჯგუფში რო შევიდა, შეცდა და უკვე აურდაურია ხელოვნება პოლიტიკაში, აი მერე მოხდა მისი 4 წლიანი გაცუნცულება კატორღაში. მერე კი მიხვდა მაგ შეცდომებს და სწორედ მაგიტომ არის რომ აი ამ მთელი რიგი რაღაცეები აღწერა თავის ეშმაკებში. მთელი საზოგადოება ეშმაკები იყო და მართლაც ყველა გმირი იქ წაიკითხეთ, ნახეთ 5-6 პერსონაჟი, სტავროგინი, კირილოვი, აი შატოვი, აი ვერხოვენსკი, სულ ყველა ეშმაკები არიან. აი ეს საზოგადოება ამზადებდა უკვე იმას, სადაც ჩვენ შევდიოდით და ავზადეთ. ჩვენ მადლობა ღმერთს რომ ესე მოწამლულები არ ყოფილვართ. ჩვენ ასე თუ ისე ისეთ ეპოქაში შემოვედით რომ მკაცრი იდეოლოგიური ზეწოლა არ იყო. კრიტიციზმი გაჩნდა. ლოკალური კრიტიციზმა ჩვენ გადაგვარჩინა. თქვენც ლოკალური კრიტიციზმს რო ექვემდებარებოდით, თამამად იძახდით კრიტიკას თელრიგ რაღაცეებზე. არ მარქსისტობდით, გადაფასება დაიწყეთ. მივესალმეთ, გამოვედით, მაგრამ პრობლემის წინაშე ვდგევართ ახლა. ეს ის სახელმწიფო, რომელზედაც ვოცნებობდით ქართველები? ახლა რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ მაშინ კომუნისტობაში არ ცხოვრობდით, არ იყავით და ვინც იყო, იმ ინტერესებს ასახავდა. მკვეთრად არა, მაგრამ ლიბერალი გახდა. ის უკვე არჩევნებში იღებს მონაწილეობას და როგორც ედვარდ შევარდნაძის იმას პატივს ცემს ადვაძის და იმის განცხადებებს. ადვაძე იგივე კომუნისტია. უკვე გამსახურდიას გადაუთქა. არა და ერთი წელი მან პირდაპირ მითხრა მე, რომ იცით რა, არ თქვა არაფერი გამსახურდიას შესახებ კრიტიკული. მე პირობა დავიცავე. შენი სიყვარულის გამო, თქვენ სიყვარულს მე პატივს ვცემ, გიყვართ გამსახურდია, მე ვცემ ამას პატივს. ერთი წელი სკოლაში მე არაფერს არ ვილაპარაკეთ მეთქი. მართლაც ზვიადიზე მე არაფერი არ მეთქვია წინასწარმეტყველური. თუმცა ამას ის დავამატე, რომ ერთ წლის მერე ეს კაცი აღარ იქნება მეთქი. ზუსტად ერთი წლის მერე წავიდა. მოიყვანეს შევარდნაძე. ეს კაცი გადაჯდა შევარდნაძესკენ. რატომ მოვიტანე მაგალითად ზიტეკა, არ შეიძლება სამსახურში იყო და თავისუფალი იყო. არ შეიძლება ეგა. სწორედ ეს პრობლემაა, თქვათ, ამერიკულ ფილმებში. ეს პრობლემაა საერთოდ, თქვათ, აი, თომას მანის შემოქმედებაში. ცხოვრება და ხელოვნება. ფართო კატეგორიები შემოიტანა ცხოვრება და ხელოვნება. ხელოვნება ნიშნავს არა ვიწრო გაგებით ხელოვან კაცზე ლაპარაკი. არამედ კაცი, რომელიც ცხოვრებაში არსის. როგორ შევათავსო მე ჩემი პიროვნებას, როგორც ხელოვანი პიროვნების და ჩვენ მართაც ხელოვანი ვართ, ღმერთმა გაგვაჩინა ასეთად, ჩვენ არ გაგვაჩინა ხელოსნად. ხელოვანი ვართ, ესე იგი, თვითონ შექმნა შემოქმედმა და ჩვენში პატარა ეს თავისუფალი შემოქმედებითი აქტი დაგვიტოვა. და რუსეთში სწორედ პირველი მარქსისტი, რომელიც მარქსისტი იყო ბერდიევი, მოგეხსენებათ ბერდიევი ეგზისტენციალური ფილოსოფოსია, ის მოიყიდა მარქსიზმით. ის იდეები ამოკრიფეს, როცა ადამიანის თელი, მაგრამ ამ მოხდა მაგისი გადაფასება და ეს ჩვენი ბერდიევი პირდაპირ დაუპირისპირდა უკვე კომუნისტებს, სტალინს, ლენინს, ლენინი მერე უკვე 24-ში კვდება და სტალინი აგრძელებს იცით მაგას, ბერდიევი კი უკვე ასეთ პერიოდში უკვე ემიგრაციაში მიყავთ. გადი დატოვეს სტალინმა მოთხრა დატოვე ეს ქვეყანა. თელემესი ცხოვრება ბერდიევის სწორედ ეს არის. შემოქმედება ინდივიდი და ის უკვე დასავლეთით ნებძვის ტოტალიტარულ რეჟიმს. რატომ ინდივიდს კლავს პიროვნებას, პიროვნების მოკლის უფლება არავის არ აქვს, იმიტომ რომ ღმერთის გაჩენილია. ამიტომ რა უნდა შევიტანოთ ისეთი, რომ თან იყოს პოლიტიკური სისტემა და ამავე დროს ინდივიდი არ მოკლდეს ქრისტიანობა. ეს ევროპამ თავი ამას გაართვა. შემოვიდა რა ქრისტიანობა, ადგილი დაუთმეს გაიხსენეთ, მანამდე მე-11-მე-12 საუკუნემდე როგორი დიქტატურა იყო გაბატონებული. და მე უკვე ამას კარგად აღწერს იაკობ ბურხარდი, ისტორიკოსი, ხომ? როცა ერთ-ერთ ეპოქას იხილავს იტალიური რენესანსს და ძალიან კარგად მიმოიხილავს ყველაფერ ამას.
რენესანსის ეპოქის დროს. მომიწე ახლა ხანს კიდე გადავხედე, კიდე შევაჯერე, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ქართულ სპეციფიკით უყურებთ, თვალყურს ვადევნებთ, სად ვართ გაჩერებული და არ შემოვიდეს ჩვენში ნარცისისტული კომპლექსი, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. აი ჩვენ პრეზიდენტს კრიტიკული აზროვნება უკვე თანდათან წაერთვა და კრიტიკულ აზროვნება ჩაანაცვლა ნარცისიზმით. ნარცისიზმი ხო იცი რა, უკვე კმაყოფილი არის იმისთვის, რაც გააკეთა. აი აქედან იწყება პრობლემები. რატომ ხარ კმაყოფილი? ყველაფერი გზია? როგორ ადამიანი გაჩერდა? ყველ გაიხედე, გამოიხედე. ყველაფერი იდეალურია საქართველოში. всё, მორჩა, რუსეთთან გამოვედი. კი ბატონო. მაგრამ სად არის თავისუფლება პიროვნების? რატომ გეშინია? ხო, წესრიგი ეს არეულობა ეს ერთი კი, რო არეულობა კიდე რა წარმოშობს არეულობას? რატომ მისდება არეულობა? მაგალითად, რომ პატარა ხნით ჩათვლიმოს ბატონო ვანოს აი სივრცემ ძალაუფლებამ ცოტა ხნით დავაძინოთ. რა მოხდება? ყირაზე დადგება ყველაფერი. კითხვა ისმის. რა საჭიროა პოლიცია? ხალხს რატო გამოდის ხალხი ქუჩაში? რა უნდათ? ხალხი უნდა გამოდიოდეს ქუჩაში ან გაჭირვების გამო, ფიზიკურ გაჭირვებაზეა ლაპარაკი. და მე არ შეგაწყენთ ხალხ ციტატებს 1000-ნაირი მოაზროვნებისგან რა აზრები აქვს რევოლუციაზე და თელერიგრაფი. მე ჩემი ქართული ძალიან დალაგებული იმით ლიტერატურული ენით დაგელაპარაკებით გამარტივებული ფორმით ჯობია, ხო? ესე იგი, რა აღელვებს ხალხს? რატო გამოდის ადამიანები? რატო გამოვიდნენ ცარიზმის დროს? რატო გამოდიან საქართველოს ახლა ბატონი აი ესეთი მიშა სააკაშვილის დროს? რატომ არის მიშაზე ამდენი უკმაყოფილო ადამიანი? ცნობილია რომ მართლა ბევრია უკმაყოფილო. ბატონი მიშას შეცდომა იცით რა არის? მან არ მოუხმო იმას, რაც დასავლეთში შეარიგეს. ინდივიდი არ მოკვდეს, ისეთი თეორია შემოვიდა, რომ ინდივიდი არ მოკვდეს და ეს ინდივიდი დაექვემდებაროს სახელმწიფო მართვის სისტემას, რაც ქრისტიანობაში ძევს, რაც ქრისტემ თქვა, ინდივიდი არ მოკლა და შენ იყავი კეისარო. არ უნდა მოკლა ინდივიდი და შენ კიდე დაექვემდებარე იმას, რამეთვის ჩემგან არის. და ეხლა აქ კიდე დაგვჭირდება ბევრი რამის მოყვანა, რა არის ეს ასეთი? მეტნაკლებად გაართვა თუ არა ევროპამ თავი? კი, იქ ვერამ ვერ იტყვის რომ ინდივიდი გვტა. დღევანდელი ამერიკა. აქაც ინდივიდი არ არის ჯერ მკვდარი, თუმცა იქითკენ მიდის ნელ-ნელა. იმიტომ რომ თანდათან ქრისტიანობას გამოემშვიდობდნენ. ხო, ეს ისე დატოვეს, როგორ არის დასხივებული ქრისტიანობის სახით არის გაჩერებული ქრისტიანობა. და არა პიროვნული სახით. რას ნიშნავს დასხივებული? აი გითხანს რომ რადიაცია რომელიღაც ნივთზე დასხივდება, ის ძალას გამოსცემს და მიდის. პიროვნება ქრისტე არ არის. როგორც რადიაციული ფენომენი არის ქრისტიანობა დასავლეთში. მე კიდე ეს არ ვსიამოვნებ, ხა რადიაციული ფენომენი. მე ქრისტიანობა არის პიროვნება, რომელიც დაყვება, მოყვება, მიდის, შენთან არის, ოჯახშია, ადამიანებთან შედის ყველგან. და უკვე ადამიანები უკმაყოფილობანის კერგა იმის გამო კი არ გამოდიან ქუჩაში რომ ბოღმები აქვთ აი მე მინდა პრეზიდენტი ვიყო არამედ მხოლოდ იმის გამო რომ თავისუფლებას მიყლავ და ყოველთვის რევოლუცია არის სულის რევოლუცია საქართველოში სულის რევოლუცია მოხდა რუსებს რომ მოვშორდით საქართველოს დაადასტურა დღეს რომ ეს უფრო იყო თვითმმართველობის ტკბობისადმი მისწრაფება და ამის რევოლუცია მოვშორდეთ რუსებს და ჩვენ თავს როგორც გინდა ისე განვაგებთ რუსებს მოვშორდით მაგრამ ეხლა ვინ აკომპლექტებს აი სამუსიკო რაღაცა იმ ორკესტრანტს რომელსაც მთავრობა ქვია ვინ აკომპლექტებს მაგას საიდან მოდის და მე ეს ხალხის ნებას ასახავს თუ იმას ვინც იმის ნებას გამოხატავს ვინც ნიშნავს და აფინანსებს დღეს საქართველოში ეს პრობლემაა და აი აქ ეხლა ანტაგონიზმი დროებით გაცივებულია გაჩერებული ანტაგონიზმი სამღვდელოებასა და იმას შორის საკანხუთში რომ კაცი 8 თვე ლანძღავდა მთავრობას ეგ დადასტურება თავისუფალი სიტყვისა კი არ არის თავისუფალი სიტყვა არ არის ლანძღვაგინება თავისუფალი სიტყვა არის აზროვნების დემონსტრირება კულტურულ ეთიკურ განათლების დონეზე და არა გამოხვიდე და იგინო ეს კაცი რო იჯდა იქა ეს არ იყო პიროვნება თავისუფლებისათვის მჯდომი ეგ დააჯინეს და იმას ვამბობდი ეგ დრო დააჯინა ეკლესიამ აბა ისე რატომ ვანო მარალაგმა ისა თან კიდე ვანოსთვის უამრავ ძლიერ ინფორმაციას ეგ კაცი პირდაპირ აძლევდა აი ჩართულია ისა ყველა მიდის იქა და თელე რატომ ამას ლაპარაკი ჩვენი საღი აზერბაიჯანის პრინციპთან ლაპარაკო გაღიზიანებული კი არ ვარ რომ მე ან ერთიდან არ მევდი მე სრულიად დამოუკიდებელი ვარ ახლა სრულიად დამოუკიდებელი მე მინდა იყოს ქვეყანა ისეთი მართლაც ძე ლამაზი ქვეყანა არსებობს რა რომ აი ყველა კარგად გრძნობს თავს ღარიბიც რო არის იძახის რომ მე ღარიბი რო ვარ მე ღარი იმიტომ ვარ მსიამოვნებს ღარიბობა ქუჩაში რო ვკოტრელებ მე მსიამოვნებს და არა მთავრობის ბრალი არ არის ყოფილა ესე ხო არის ესეთი ქვეყნები რომ მართლაც კაცი რო კუტრელობს ქუჩაში მთავრობას არ აგინებს ის თავის პრობლემაა ეგა
აი ესე საქართველოში კაცი რო კოტრიალობს, მთავრობას აგინებს. კაცი რო საქართველოში ვერაფერს ვერ ყიდულობს, მთავრობას აგინებს. აქ ესე არ არის. რო შევისწავლე. ჩვენ მაინც უნდა გულთან მივიტანოთ ის, რომ ჩვენი მოვალეობა რა არის. აქ ახლა შევაჩერებ სამ წერტილს დასვამ და ერთ კინო ფრაგმენტს მოგაწვდეთ ერთი ფილმიდან. აი ესეთი ფილმი არის. მოკლედ მოგიყვებით პატარა სიუჟეტს რა, მე თქვენ ნახეთ. პიროვნი არის ადვოკატი. წარმომადგენელი არის ესეთი თუ ამას მნიშვნელობა აქვს სიმბოლური შავი ფერის, შავკანიანი ადვოკატი და იცავს მეტად თავგასულ პიროვნებას რა, განებივრებულ ცხოვრებაში, მოკლედ მკვლელობაში მხილებულს. მართლაც ამან სასტიკ მდგომარეობაში ქალიშვილი გოგონა მოკლა. და თან დაცინა. კლავ და თან ისეთი საზიზღარი ფორმით, რომ ეს უკვე თვითონ შეურაცხყოფა იყო მიცვალებულისაც. ასეთ პიროვნების დამცველად გვევლინებ ეს კაცი. მაგრამ ხდება ისეთი რამე, რომ უცებ გადაიფიქრებს. და რაღაცნაირად ხდება ამის თავში გადატრიალება, რომ ეს კარგს არ აკეთებს. და ვარ სიტყვის ამის დაცვაზე და ისეთ დროს, რომ უკვე დანიშნულია ყველაფერი და ერთი სეანსი ჩატარდა, მეორე სეანსზე მიდის და უკვე თავისი ფორმა ადვოკატურისა იცვლება და ცვლის უკვე გვევლინება როგორც პროკურორი. აურია მოკლედ სასამართლოისა და ამის უფლებას არავინ არ მოგწევს, მოსამართლე მომენტალურად დაარტყა, იცი რა, გაგანთავისუფლეთ, შეიქმნა კომისია და რაღა ბევრი გავაგრძელო, პიროვნებას ლიცენზია ჩამოართვეს. ჩამოართული ლიცენზიით პიროვნება წავიდა სხვაგან და ვითომ თევზაობს. ერთხელ დღეს ამას ევლინება ერთი მოხუცებული კაცი და გაიცნობს, იცი თევზაობა მინდა თქვენ გამიყვაგებოთ, რომ გაიყვანა ზღვაში თავისი იახტით, თელი ამბავი და დააჭერინა ის. მეორე დღეს ეს ტიპი შემოდის წიგნით და ეუბნება აი ეს წიგნი არის ჩემი დაწერილი შენ ესეც გაიცნო ვითომ მე წერლობას ვაპირებ ეს ყოფილი ადვოკატი ეუბნება გამიგეთ წერლობას და ამან მოუტანა რაღაც ხელნაწერი აი ეს ჩემი წიგნიაო რაღაც წაიკითხეო დაიჯდა იმ საღამოს წაიკითხა და ამოიღო იღლიაში ეს წიგნი და აპირებს ახლა ესტუმროს ამას სასტუმროში წინ მანქანა დახვდება პოლიციით და ეუბნება იქ მიდიხარ რომ ის კაცი მოგტაო მოხუცი კაციო გამოკითხა მან კიდე რაღაცები და აი ეს ვინმე ყავსო არავინ არ ყავსო პოლიციელი ეუბნება მისი თელი ნივთებიო რო თუ არავინ არ ყავს და შესაბამისად არც ანდერძი არაფერი სახელმწიფო წაიღებს ამ წიგს მოუჭირა ხელით დაბრუნდა უკან არ მისცა ამას უკან და გამომცემლობებში დაარიგა გადაბეჭდა ამან ეს წიგნი რომანის სახით გადაბეჭდა და სახელი გაითქვა მოკლედ გაგრიალდა აქ გამოვტოვე ერთი დეტალი რომ ისე გაბრაზდა ის თავისი კლიენტი ამან რომ მიატოვა რომ გიშსაგავდა ამავე დროს ეს წარმოსახული ესეთი ოჯახიდან არის გამოსული ოჯახიდან და გიშსაგავს ეს კაცი. სხვამ ის რა თქვა უნდა გაამართლეს და ის კაცი გამოვიდა იმიდან. ადაუჭერიათ. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ადვოკატის ფსიქოლოგია, ფილმი ამაზეა გადაღებული, ეს არის საინტერესო. აი ამ პიროვნებაში ხდება ერთგვარად სიკეთისკენ სწრაფვა. აღმოაჩინა მან, მიხვდებით რატომ მოვიტანე ეს მაგალითი, სადაც დავსვიმე სამი წერტილი, ამ პიროვნებამ აღმოაჩინა რომ სისტემას რომელსაც ის ემსახურებოდა არასამართლიანი იყო. და თითქოს სისტემაზე მაღლა დადგა. არ დაუწყია რევოლუცია, მაგრამ თვითონ ამ სისტემამ, ამ იურიდიულმა სისტემამ მას ლიცენზია ჩამოართვა და რიგითი ადამიანის ის მიანიჭა სტატუსი. აქედან იწყება ახლა ამ კაცის მეორე ისტორია. საინტერესოა ეს მართლა ასეთია? იწყება რა ამის შემოწმება? აღმოჩნდა რომ ეს პიროვნება ესეთი არ არის. სხვისი რომანი მიითვისა ის აღმოჩნდა რომანი არ არის, ის არის აბსოლუტურად დოკუმენტური ამბავი და ეძებენ მკვლელს და გაქრა ყველაფერი. ვეღარ გაიგო ვინ იყო ის ტიპი, რა იყო. მე გავჩერდები ფილმი რომ ინტერესო არ იყოს თქვენთვის, მე მაგალითი მოვიყვანე, იმიტომ რომ გმირში თითქოს ყოველთვის ყველა ჩვენ ადამიანში არის სიკეთის მამოძრავებელი რამ. პრობლემა ისაა რომ ეს ჩვენ ბოლომდე არ მიყვავს. არ მოყავს, იცი, ერთი ფორმა მეორეთი იცვლება. იმიტომ რომ ისე დაგროვდა ნაგავი ეს ადვოკატი, რომელიც დამცველი უნდა იყოს კარგი ადამიანისა, რომელიც კარგი ადამიანის კანონების ზღუდავს მას, რაღაცა მოხდა აპლოშნას რუსული სიტყვა არის, ასეთი რაღაც გაუგებრობა და აი ამას ევლინება დამცველად სრულიად შეიცვალა ფაქტორად ეს უკრიმინალებს ათავისუფლებს. როგორც იქნა გაუნათდა თავი და ვარი თქვა. პირიქით ახლა გადაწყვეტილი აქვს ისი აღძრა ამ სურათებმა, ამ ქალიშვილის ესე სურათები რო ნახა, რომ უნდა რომ ითამაშოს ძალიან დიდი როლი ამ საჯულებზე, საჯულები კიდე მოგეხსენება დებილები ვიძიან და უსმენენ ხან ადვოკატს, ხან პროკურორს, რომელიც გადაჯობნას და მე კონჭის ყურით ვინ გაიმარჯვა. ძალიან პირობითი არის. რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ მართლაც უდანაშაულო კაცი არ მომითავსონ ციხეში. და აი თქვენ ნახავთ მე ეს ფაუსტური თემა არის, ძალიან კარგი თემა არის ესა. და სხვადასხვა ბიბლიური თემა არის ეს. აი ნახეთ ეს ფილმიც, მთელი რიგ რაღაცეებში წაგადგებათ და უცნაური იმით არის ეს ხელოვნება ჩემთვის რომ დასავლეთში აი ესეთ რაღაცეებზე განგას ტეხავენ და თავპიროვნების როგორც რეჟისორის თავისუფლება მკვდარი არ არის.
გადაიღე რაც გინდა. როგორ მოაწყეს ეს ქვეყანა? როგორ არის ესე რომ ინდივიდი არ კვდება, მაგრამ ეს ინდივიდი სახელმწიფოს თოფით არ უხდება. სამაგროდ აზიურ ქვეყნებში რევოლუციებია. ან დიქტატურა და ხანგრძლივი დიქტატურის შედეგად რევოლუცია და რევოლუცია ახალ დიქტატურას სვამს. ისეც 30 წლის მერე ისევ თოფით შეცვლა. საქართველოს რომელშიც ჩავწეროთ. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ხომ? გავდივართ იმ ზონებში. ჩანს კი ეს დღეს არის საწყისები იმისა, რომ ჩვენ ამოვისუნთქოთ და თქვათ, რომ დღევანდელი ჩვენი მთავრობა, ახალგაზრდები, პირადულად არავისთან მე პრობლემა არ მაქვს. ძალიან კარგადაც მეტყველებენ, ბევრი კაი სიტყვა მithქვია, სასიამოვნო გარეგნობის. თუნდაც თქვენ რო ხართ მაგ იმაში, ერთ სასიამოვნო რამეა, რომ ადამიანი არის და შეიძლება დაელაპარაკო. ბევრი ადამიანთან დალაპარაკება შეიძლება. შეიძლება არ არიან ოდიოზური, ექსტრემისტული საუბრები არ ახასიათებთ მათ. მაგრამ აი ამაზე შეჩერება და უკვე თვით განცხრომას რომ მიეცემა ადამიანი აქ ნარცისისტული კომპლექსით შემოგვეპარა. პრეზიდენტი უკვე ამით არის დაავადებული. იგი შეყვარებულია თავის თავზე, მან იგრძნო ის რომ აი ყველაფერი კარგი გავაკეთე და გზა და გზა ვეღარ ხედავს, რომ ადამიანები ნადგურდებიან ინდივიდი და ერი, მე ერეზე რო დავიწყე ქართველი, მართლა ნადგურდება. რაც მინდა ქართველი განადგურდეს და სომეხი და ოსი გაჭეჭილდეს. იმიტომ კი რომ მეზღებ ესენი. მე მინდა ისენიც იყოს, როგორც აქ კანადაშია, ამერიკაშია, ყველას აქვს განვითარებისა და აქაური კანონებიც არც მემკლავენ, არასოდეს არ მეუნებიან ქართული აიკრძალიან რაღაცა, არავით არის. პირიქით, შემოდი შენი ქართული, შემოდი იმით თუ გინდა. ხო, პრობლემა შენ გექნება. ხო, აქ არა ვარ მე აი ესეთი იმით რომ ჩემი ქართული ჩავკლა, ქართული ყოფა, ქართული ინტელექტი აყვენ მაგათ და აი ამის გამო ის შევეტენო ამათ. თუ ჩემი პიროვნება გაქრა, როგორც ინტელექტუალური რამ სული, რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ასიმილაციაში სულს ვერ გაიყვანს. მაგრამ ამ სულს ხომ ჩემი ცნობიერებაც ახლავს, სამშვენელი ინტელექტი და აი ეს არის იარაღი ჩემი სულისა, გამიგეთ? სული კიდე ჩართული მაქვს ღვთაებასთან და აი უკვე ესეთ გარემოში ცხოვრება სასიამოვნოა. მე არ მაქვს პრეტენზია, იცი რა, მე მართავ ქვეყანავს, მაგრამ თავარია ჩემი ინდივიდი არ მოკლა. და აი ეს არის ქვეყანა უკვე. მანდაც მაგაზე არ ოცნებობდით. მაგაზე არ ოცნებობდი, რომ ინდივიდი რო კლავდა რუსეთი, ეგ გვაწუხებდა ჩვენ. თორე სხვა მხრივ ჩვენ ყველა კარგად ვიყავით, მაგრამ ვერ მოკლეს ინდივიდი. თუ შემოგვიცით რატო ვერ მოკლავს ადამიანი ინდივიდს? აი ეს რატო დამარცხდა საბჭოთა კავშირი? იმიტომ რომ არასწორი გაგება ქონდათ ადამიანს. მათ უნდათ, როგორც დოსტოევსკი იტყოდა თავის ეშმაკებში, რომ აკვანშივე გენიას კლავენო ესენიო. მათ უნდათ მართლაც აკვანში გენიოსები მოეკლათ. მაგრამ შენი შექმნილი ადამიანი, ღმერთმა შექმნა ადამიანი და ის ნებისმიერ დროს გააცოცხლებს იმას. მაგას ვერ მოკლა. აი რომ მოვეკალეთ, რატო ვაზრუნებთ ჩვენ ესე? რატო ვაზრუნებთ თქვენ ესე? ინდივიდი არ მომკვდარა ჩვენ დავადექით ინდივიდუალურად განათლების გზას. მე არ შევეტენე საბჭოთა სისტემას და არაფერი იქ არ მიმიღია ეს რძესავით. კრიტიკული აზროვნებით უყურებდით, რომ ეს განათლება ჩემთვის პიროვნებას დაუპავს. აი ეს განათლება, რომელიც მე თავიდან ბოლომდე თავაზობდნენ, ის რომ თუთიყუშივით ამეღო, ჩემი რეგრესირება და დამახინჯება სახეზე იყო. აი რატომ არიან ცუდად ძველი ინტელიგენტები. მაგრამ ახალი თვისებრივად ახალი მოვიდა, აქ მე დაუდგები მაგათ მხარში, კი ამ ხრივ გავაკრიტიკებ იმ ძველებს, თქვენი დრო გავიდა, გადით კაცო. ვაკრიტიკებ კიდევაც იმ ძველ ხალხს. რა შეუწუხეთ გული ამ ახალგაზრდებს? უბრალოდ რას აშენებს ეს ახალგაზრდები? მოდერნისტული ტოტალიტარული რეჟიმი, მიკრო იმაში თუ ამიშენე, სადაც ინდივიდი მოკვდება, მაშინ რა განსხვავებაა შენსა და იმას შორის? იქ მაინც ცოტა სამართლიანობა იყო. ეხლა მე რომელიც სამართალი იმას აქვენა. რა ხელფასით შეიძლება კაც მეყიდოს 50 სახლი? აი, სად არის ეს პატიოსნება? სად არის ხელფასზე ცხოვრება? ან როგორ უნდა იცხოვროს კაცმა 150 ლარით 12 საათი მუშაობ? სად არის თქვენი, თქვათ, პრეზიდენტისა როგორც აი ქრისტიანი და განათლებული კაცის? ეს მე რომ მოდის ყურამდე, გადახედე ამ ინფორმაციას, დავსვათ საკითხი. 12 საათი მუშაობა შეიძლება ადამიანის დააყენო იქა და 150 ლარად. მიდი იმ უფროსთან და უთხარი. და დავაყენოთ ახლა მინიმალური ფასი. ვაკონტროლოთ როგორც დასავლეთშია. ხო, მინიმალურ ფასს დაადგენენ, იმაზე ნაკლების მიცემის უფლება კანადაში და ამერიკაში არავის არ აქვს. ის ისე გათვლილი, რომ ამ მინიმალური ჩვენ არ მოკვდები და არც თობს დაიჭერ ჩემს საწინააღმდეგო. რამე თუ შენი პიროვნებას არაფერი არ ემუქრება. და თუ პიროვნება გადარჩენილია, სამშვენელი ახლავს მას ინტელექტი, ისწავლე ბატონო და დაწინაურდი ამ ინტელექტუალურ კიბეზე. რაც არის აქ. აქ მანდ თუ არის ეგ, მაგის ჩანასახები თუ იწყება ახლა. და
თუ მიდის ესე და არა ისე იცით რომ ხო მართალია ეს ახლა ქართული ფენომენი ახლა ესე არა მაგრამ გადაიყაროს ესეც არ ხდება ახლა გადაყრა გადმოყრა და საერთოდ საქართველოს არ არის მანდ მაინც რეზუა მაშუკელები და ისენი მანდ არიან ადამიანები და აქიდანმე თუ ახალგაზრდობას ჩვენ ისეთნაირად შეუტან მაგათ ჩვენ რომ თლა დავავიწყოთ ქართული მაშინ საქართველოს რესპუბლიკას არ უნდა ერქვას ეგ როცა ინგლისი მაინც ტრაბახობს იმით რომ ინგლისია საფრანგეთი ტრაბახობს იმით რომ საფრანგეთია გერმანია ხო იტალია ამით ტრაბახობენ და თან ამათში მრავალფეროვნებაა ფრანგული და ინტერნაციონალური ხო იტალიური ინტერნაციონალური ინგლისური აგერ ბრიტანული და ინტერნაციონალური მაგრამ ეს ისე არ არის რომ ინგლისელები სულ ზღაფავენ აი ეს როგორ მიაღწიეს მათ მარტივია პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობით ქრისტიანი მსოფლმხედველობით ქრისტიანი მოაზროვნებით მე კრიტიკოსები ყავდათ ისეთი დიქტატორული რეჟიმების მიმართ როგორც იყვნენ თქვათ გერმანულ მოდერნისტულ ფილოსოფიაში ნიცშეს თამადობით ეს პიროვნება კარგია იმიტომ რომ აფხიზლებს ადამიანს ხომ სატანის სახეც უნდა ვიცოდეთ ჩვენ და სატანა რაღაცა გადამთისკიდებული ხომ არ არის ეს აზროვნება საიდანაც გვთავაზობს და ის აზრები რომელსაც გვთავაზობს ზარათუსტრა ვინ ლაპარაკობს ასე ვინ და რა ირონია ესა და რა არის ალეგორია და საერთოდ ხალხზე რო ლაპარაკობს ჯოგი მასა ხო ფაქტიურად იწინასწარმეტყველა კაცო რომ გამასობრივება მიდის ლებონისა და ნიცშეს სიტყვებია მართლაც დღეს ნიველირებულია ყველაფერი და ეს მარტო საქართველოს კი არ არის მეგობრებო ამ ნიშნებს ხედავთ ჩვენ სოფლიოში და ჩვენ ახ აღტყინებული ქართველები რო ვარ ჩვენ ვერაფერს ვერ მივახციეთ ამათმა კაი ამოწურეს ეგა და როგორც ახლა ძველმა კომუნისტებმა მათ ამოწურეს შესაძლებლობა და სიბერეშიც კიდე უნდათ იგივე კომუნისტონ აქ ამოწურეს ესა და ამ დასალიერისკენ მიდის ჩვენ ვარ გვაგვილი ეგ გემო ქართველს არ უგემია რა ის თავისუფლება პიროვნებისა ესეთ ქვეყანაში ჯერ ჩვენ არ ვიცხოვრია სადაც ყველა ინდივიდს გამიგეთ აქვს თავის ინდივიდუალური პოტენციის გამოვლენის საშუალება ჩვენ ვიყავით სულ ფეოდალურში მეფეები ტყავსაძროდნენ ხალხს მარტო მაშინ შეიკრებოდნენ ამ ხალხი მაშინ ჭირდებოდა როცა სპარსელები გვიტევდა ბოლოს ამისთვისაც აღარ იყო საჭირო საწყალი ისე გაადურაკეს გიორგი სააკაძე რომ იმას ეგონა რომ თუ წამოიყვანდა ჯარს ეგ იყო ყველაზე ჭკვიანი ხო თითქოს წამოიყვანდა სხვის ჯარს და სხვისი ჯარით აპირებდა ქართველების თავადების გაწყვეტას და რაოდენ შოკი მიიღო როდესაც იქ გამოუტანეს დაჩვენეს იცი რა მე იმის კაცი ვარ და ეგ ჯარი ახლა რომ შემოიტანე გაწყვეტა ის ხალხი და აღარც დაეკითხენ სააკაძეს ისე გაწყვეტა რიგითი ხალხი ხო და აი ეს ახლა დღევანდელი ვითარებები ჩვენ როცა რომელიღაცა გიორგი მოდერნისტი გიორგი გავარდება ახლა სხვაგან და ამერიკის ჯარით მოადგება საქართველოს თუ მანდენად მისა სააკაშვილმა გამოიტანეს ფირმანი და აჩვენა აი მას ჩვენ მოდერნის სააკაძეს რას გაკეთებს ეგ სააკაძეს თავს მოჭრიან და შეყვანილი ჯარი ქართველებს გაწყვეტავს მათ მასეთი ქვეყანაზე მე მგონი არც ქართი ქართველი არ ოცნებობთ ჯერჯერობით მაგის ჩანასახები არის ღმერთმა ნუ ქრა შეიძლება მე უტრირება გავაკეთე მაგრამ ეს აზროვნებაა ჩემი და მე ხომ მაქვს უფლება გამოთქვა ის რასაც მე ვფიქრობ და არავის სამსახურში ამ წუთში არ ვდგევარ არავის სამსახურში მე არ ვდგევარ თუ სამსახურად ჩათვლით რომ ბიბლიას სამსახურია მაშინ ჩემი მე ვემსახურები და ძალიან ცუდად ვემსახურები ჩემ და სამარცხვინოთ იესო ქრისტეს ხო ვერ დავიტრაბახ იმით რომ მე ვარ კარგი მსახური ჩემი უფლისა და არ მოკლას ღმერთმა ისე რომ ეს შეგანება უფრო მაღლავით ეს იცით თუ ეს სამსახურად ჩაეთვლება მაშინ მე გეტყვით რომ ამის მსახური ვარ ისე კი მატერიალური მხრივ არავის არ ვემსახურები არავისთან მე არა ვარ რომ ის გავითვალისწინო მისი აზრი მისისა და ამით ჩემი თავისუფლება ჩაკვდეს მე ეს მიანდერძა ბიბლიამ და ღმერთმა და მე იმ მოაზროვნებმა ვინც თავი დადეს ამაზე რა თქმა უნდა ბიბლიის შუქზე სხვათა შორის არ უნდა გავაიდეალო და არავინ და არაფერი მე ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ რომ ჩემ ადგილზე კაცი ალბათ ამას გააღმერთებდა მაგრამ აქ მე კრიტიკოსი ვარ ამ ქვეყნისაც ჩემი პიროვნება არ უნდა ჩაკლას და იმიტომ გავაღმერთებ ამას და მე უკვე მკვდარი ვარ როგორც პიროვნება და ქრისტემ მითხრა არ გააღმერთო არაფერი მეტყვით ცოდვა დაცემულ სამყაროში არავითარი რევოლუცია ეს არის სისულელე მანდ ვიყავი მე და ხო გახსოვთ როგორ ვაკრიტიკებდი 9%. არავითარი რევოლუციონერი არ იყავი, ვერავინ ვერ ხვდებოდა ვინ ვიყავი. რატო დამყიდებს ახლა მედალს რომელიმე ორგანიზაციის ისა ან ვისთან შეიძლება მე ვითანამშრომლო? გამორიცხულია. ჩემთვის ქართული ლიტერატურა ეს არის სხვა რამ, ეს არის ექსპონატები უკვე. მან როგორც მასწავლებელი ვარ ქართულ ლიტერატურას მე არასოდეს არ დავსახავ. ჩვენ გვყავს მასწავლებელი და იმიტომ უფალი და პატრონი ვიპოვე და ილია ჭავჭავაძე მიშველის მე ეს ისე კი არ გამიგოთ რომ ეს გადავყაროთ.
ესენი აღარ გამოგვადგება ჩვენ. ესენი ჩვენ სულს აღარ გამოადგება, იმიტომ რომ არაფერს ესენი არ ქმნიან. ჩვენ არ აგვყავს ისეთი მწერალი, აი დოსტოევსკის დარი მწერალი არ აგვყავს საქართველოს, იცით თუ არა? საწყენად ვიძახი ამას. განა სატრაბახოთ. სამწუხაროდ არ აგვყავს. და ამიტომ ვერ გაცდან აი ქართველი მწერლები საქართველოს ფარგლებსაც და სამწუხაროდ უკვე იცით რა არის? უბნებსაც ვეღარ ცდებიან. უფრო სამწუხაროდ ოჯახებსაც ვეღარ ცდებიან. უფრო სამწუხაროდ ბიბლიოთეკების თაროდან არ გადმოსულან. არავინ მაგას აღარ კითხულობს. მაგრამ დოსტოევსკი ნიჩეს ჰქონდა ჩახუტებული. იმიტომ რომ იქ ისეთი პრობლემებია. ეს ახლა ეროვნული კი არ არის. აი ვინატრებდი რომ აი ესეთი მწერალი ამიგეთ მოვიდეს პრობლემა დასვას და მე მომცეს საშუალება გადაჭრისა. მე უნდა გადავჭრე, თუ გადავჭრი. ან კიდე კრიზისი მაჩვენოს და ყველა ადამიანს რა პრობლემა აქვს? სიკვდილი, სიცოცხლე, გამიგეთ. ღმერთი არის თუ არა? მართლაც საინტერესოა, სად მივდივართ? თუ არ გავარკვიეს, როგორ მოვაწყვა ცხოვრება? ჯერ უნდა გავიგო ტრანსცენდენტი და მე იმასთან მიმართება ჩემი და შეიძლება თუ არა მოვაწყოთ ისე სახელმწიფო, რომ მეტნაკლებად ადამიანი არც შიმშილით კვდებოდეს და არც ნამეტანი ახლა ფუფუნებაში იყოს. შეიძლება გვეუბნება იესო. შეიძლება. მაგის მაგალითებია. და ჩვენ ახლა ქართველები უბრალოდ რუსებს მოვშორდით და იმდენად შევეტენეთ უკვე საზღვარგარეთ, რომ რა ვიცი, ყველაფერი იქიდან არის ახლა. რა თქმა მაგას ლაპარაკი, რომ თლიანად ქართველობამ სულ მოწყდა ყველაფერს. და ტოტალურად არის უსაქმურობა, ხო? არნახული უსაქმურობა დღეს საქართველოში. ესე იგი, გლეხი აღარ არის როგორც ასეთი. ჩვენ ყვებავს თურქეთი. ეს დამთავრდება ცუდად. თურქები უფრო ძლიერები არიან. თურქები ცხოვრობდი 5 წელიწად ნახევარი. მე გამაუცა თურქებმა. უყურებდი პოლიტიკურ იმას, მოვესწარი რამოდენიმე არჩევნებს. უშუალოდ ვიყავი მონაწილე და ისე კი არ ვიყავი ტურისტი. ცხოვრობდი და მივიღე ცხოვრების ის ნაწილი თურქეთში. ამხელა ქვეყანა. როგორ არის აი ყველაფერი თავისი აქვს. არ არის იმ ამბიციები. ამავე დროს არის მუსულმანური, ლაიცისტური, ხო? მაგრამ დააკვირდით აი როგორი მართვის სისტემა აქვს. ეხლა არჩევნები ჩატარდა, ერდოღანმა გაიმარჯვა იქა. როგორი პოლიტიკა აქვს დასავლეთთან, რუსეთთან, იქით-აქითან 74 მილიონი. ამხელა ტერიტორია, რა კარგი ტერიტორია ჩაიგდეს ხელში. მოცვიდნენ, წაართვეს სხვა. დაისაჯა ის ბიზანტიონი ქრისტიანულის რომ მან ჩაისახა, ღმერთმა აი ესა დღეს ჩააგდო და ის დიდება თურქებზე არის ჯერჯერობით. ჩვენ კიდე მის მეზობლები პარადოქსია, ყველაზე დაუძინებლები მტერს გაუხსენით კარები, თურქეთი, ირანი, სადაც ჩაკეტილი და ქართველი მარტო აქ ლავირებს, აი იქით მიდიმოდის. ირანი, თურქეთი, ეს პარადოქსია. ვინით 500 წლის უკან მოიფიქრებდა ვინმე რომ ირანში ჩვენ უვიზო მისვლა გვექნებოდა ან თურქეთში, ეს იყვნენ ჩვენ დაუძინებელი მტრები. აი ბატონო ისტორიის პარადოქსები. და ამხრივ ახლა ჩვენ გვიტევს ორი მხარე. ევროპის რა მოგახსენო? არაფერი არ ითარგმნება ქართულად მაგ. ის სპონსორი 50 სახლს რო აშენებს კაცი. ვინმე თქვას, ეს არ შეიძლება. 50 სახლს მაგრად 2 ცალი გქონდეს კაც შეირგე. დანარჩენი ეს ფული. მიეცი რა იმას ინგლისური ვინც იცის, გერმანული ვინც იცის. დააფინანსე და დაუყარე და უთხარი ქართულ ენაზე ყველაფერი იყოს, რაც არის ევროპულ სოფლიო ენაზე. ახლა ჩვენ ქართულ ბიბლიოთეკებში თუ ქართულ ენაზე არ ამეტყველდა ეს ყველაფერი? აღარა რა სახელმწიფო ხარ მაშინ ვერ გავიგე ხო? თურქულ ენაზე იყო კაფკა, მუზილი, ნიჩსე. რომელი ერთი ჩამოთვალო. თურქულ ენაზე იყო დუბლირებული ყველა ფილმი. ისე არ მიდიოდა ეს ტიტრებით და იმე თურქულ ენად მაღალი დუბლირებით, აი მაღალ დონეზე. ამას თურქი აკეთებს. ხედავთ? ამ როგორ გაზარდა ერი. თომომთაბარე თურქების საიდან წამოვიდნენ მაგის ისტორიას. გადახედეთ ჩვენი ისტორია. ქენაკები ისტორია, მაგრები ვართ. ჩვენ რეგრესისკენ მივდივართ, დემოგრაფიულადაც პატარავდებით. და რა დღეში ვართ და როგორი ხოტბა შესხმული ვართ, იცი ყველაფერს მივახციეთ, ყველაფერს ვაკეთებთ. რას მივახციეთ ხალხო? გაღატაკებულია ხალხი. გადაგვარებული ახალგაზრდები აღვირახსნილი ახალგაზრდა გადახედე. ეს რა გართობა შემოვიდა მანდა კაცო? სად არის სწავლა? სად არის თარგმნელობით ინსტიტუტი? სად არის მსოფლიოს შედევრები მიღწევი, რომელიც დღეს აღარ იკრძალება? არც მთავრობა კრძალავს დღეს, რაც გინდა ბეჭდეთ, მაგრამ და ამას ფული უნდა, დაფინანსება უნდა. სადა ყავს ჩვენ მეცენატები? გადაყვნენ ხალხი ამ სახლების აშენებას, ამ მანქანების ყიდვას. ამ მთავრობაში რომ მოვიდა კაცი 3000 ლარად და 4000 ლარად. აი ამ სასახლეს როგორ წამოჭიმა უკაცო? გამოიყოს ფული რა, ამ მეცენატი, აი ეს არის სული, იცით? ნახეთ საბჭოთა კავშირში ჩვენი სული რომ მოკალეს. აი ესეთი ხალხი რომ მოდის ახლა, ეს ცოტა იმის მაჩვენებელია რომ სახელმწიფო შეიძლება მოირყას და დაიკარგოს როგორც სუბიექტი.
ესეთი ილუზიონისტები. ასე ქვეყანა არ შენდება. ფაქტურად საქართველოს აღარაფერს აღარ ქმნის. არც აგრარულ წარმოებაში, არც მძიმე მრეწველობაში. ჩვენ გვაცმებს სხვა და გვაჭმებს სხვა. გამორიცხავთ ახლა თქვენ როგორც ბიბლიის მცოდნეს რომ ღმერთი ჩვენერ დღეს ჩაკეტოს ესენი და შემშილება მან დაიწყოს. მან რა მოხდება? ეს ქართველები ერთმანეთს არ შეჭამენ? შეჭამენ. აი ხო ჩვენ გვაქვს კიდე პერიოდი ამის. შეიძლება კიდე ყველაფრის გამოსწორება. თუ აღიგავება შეგნებისაგან უფრო სწორია ვთქვა ციხარბე. ხო, როგორც ხოვრობენ ოპოზიციონერები. აქ გადახედეთ ხან ბურჯანაცერა. სიცხვილეა ხო? თავრობაში კარგად გაძღა, უკროშულმა ქვეყანა ფულები წაიღო და წავიდა. სასახლე, იქ ახლა საფრანგეთში ახლა როგორ ცხოვრობს, საინტერესოა, რითი ცხოვრობს. წაიღო ფული, წაიღო. ხო, აი ეს თავრობაც ახლა სულ მიდღემში ყوار იქნება. რაღაცა დრო აქვს მაგასაც, ენტროპია ყველაფერს ცელდება. მიჭერს თქვა რამდენი ის მივცეთ დრო, მაგრამ როცა იქნება წავა და ეგენ წაიღებენ რაღაცას ხო? რევოლუციები რაჟანებად გვინდა ჩვენ. რევოლუციურ და პასიური რევოლუციები, ვარდების რევოლუცია და აქტიური რევოლუციები სიცოცხლეშ. ორივე შემთხვევაში რევოლუცია. იცოლება თვისებრიობა კი არა. რაოდენობა, გადაჯდომა, გადმოჯდა ხალხი. რაყდაშუკა ხო გახსოვთ ხო? ან უფრო სწორია კვარტეტი. კვარტეტი მუსიკის შეიყარენ დათვი და არ გამოდის მუსიკა. მუსიკა როგორ გამოვა კაცო? ეს ჰარმონია ესე იგი, რომ ყველგან გავიდეს და საქართველოს მთელი ტერიტორია ათვისებული უნდა იქნას. უნდა ავითვისოთ მთელი ტერიტორია ხო? არ ხდება ეს. ჩაკეტილია და თვით განწყრომას მივეცით ჩვენ. ილია ჭავჭავაძეს ეროვნულ კრიტიკოსად შეიძლება შევრაცხოთ ჩვენ და ერის ტკივილები შიგნით მან კარგად ვერ იკვლია. მან ბიბლია არ იცოდა და ქართველი ყავდა იმდენად გაიდეალებული რომ ქართველს არ შეიძლება ეს მოუვიდეს. მე ასე არ ვარ. ცოდვა და ცემულ ადამიანს ყველაფერი შეიძლება მოუვიდეს. ილიასთან ცოდვა როგორც ასეთი კატეგორია არ არსებობს. იქ არის დაყოფა. ქართველი ვართ მაგარი და რატო ვართ ესე და მოდის ესე რომ ქართველები ვართ მაგრები. ეხლა ეს ჩანაცვლება მოხდა, იცი? ცოტა ინტერნაციონალური ისეც. და ეხლა მოგეხსენებათ მეგობრებო, ახლა სხვა დასაჯელი რო იქნება, ახლა გაუჭირდება გაჩეჩილაძე შეიძლება გაუჭ. აი თქვენ როგორც ქართველს გაგიჭირდებათ ვინმე ქუჩაში ჩავი ჩაარტყათ ხო? თქვენ ამას არ გააკეთებთ, გაგიჭირდება. თუ გააკეთებთ, ცუდად იქნებით. მაგრამ გადაკეთებული გვარი და გაქართველებული სომეხი იმას ადვილად ჩაარტყავს. მე მას კი არ ვიძახი, ჩაარტყა ჩასარტყმელს. მაქვს მეუფლება როგორც სახელმწიფო წარმომადგენელს. მე ამაზე თვალი დავხუჭო. მაშინ რატო ვიქებ მე თავს? რატომ გონია რომ კაი ქვეყანა მოვაწყე? გადაყრილი არის თუ არა ხალხი? მოდი ვთქვათ, ერთი ხალხი გადაიყარა, მეორენი შეიყარა. გავუსწოროთ თვალი. სიმართლეს და ჭეშმარიტებას არ არის ამა, უფრო კარგია შეგნებულად ვიყოთ იქ, სადაც ვართ, ვიდრე ვიყოთ შეუგნებლად. სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება ჩემო კარგებო. თქვენ კიდე მენანება თქვენი ფსიქოლოგია, თქვენი სული, რომ არ მოიწამლოს ისე, რომ თქვენც დახუჭოთ თვალები და არსად არ გადაჭიდეთ. სანამ ხართ იმსახურეთ, მაგრამ იმ ილუზიით არა რომ ყველაფერი კარგად არის. მან ხალხი ძალიან ცუდად არის, მე აქედან ვარ ცუდად. ერთ-ერთი მიზეზი მე რომ მან არ ჩამოვდივარ, ის არის რომ მაგდენ გაჭირებული სყურება მე ვერ გაუძლებ. ეს არის ერთადერთი, თუ გაინტერესებთ, არ ვიტყვები და დამიჭერეთ რა. მე არა ვარ ის კაცი, ვის სიამოვნო ვიღაცის გაჭირებებზე. ვერ დავტკბები მე. ვერ. ხო და იქ მე არ შემიყვანენ ახლა სასახლებს არ მაჩვენებენ. მე ვისაც ვიცნობ პროლეტარებს იმეებს ვნახავ და მე ვიცი რომ ყველა ცუდად არის. და არავინ არაფერს არ იძახის. ამიტომ ჯერ სახელმწიფოს არ აქვს პრეტენზია თქვას რომ ყველაფერი კარგად გვაქვს. ხომ? ეს გადანაწილება არ არის სწორი. ერთი ნაწილი მაგრად ცხოვრობს. არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის მამალაძის ადგილად ნაყოფიას თუ დანიშნავ. თქვენ რა ყურამდე არ მოგწოდათ ის რომ იქ ბავშვები გადაგვარებას განიცდის მარნაულში, აი მოქროსზე. იქ დაუნიტებადება ხალხი. რა თქმა ამის გამდიდრება, რა ჯანდაბათი ამის იმდიდრე მე. ჯობია ესე ღატაკები ვიყოთ რა. და ვისიყვარულოთ, ვიდრე ერთი ფენა გამდიდეთ ის რომ მეორეს მასხრად იგდებდეს. და ვინმე მე გამოსული მიტინგზე ადამიანი 70 წლის კაცი გავიგდო ფეში და უტყა იმდენი მეტი რო არ შევისწავლი ოჯახს პატარა საქართველოს 100 მილიონის ვერ ვაგავ პატარა საქართველოს ყველაფერი ვიცით რა თუ ვინმე რომანტიულად გამოვიდა მიტინგზე დავიჭიროთ ტყავი გავაზრდოთ მაგრამ თუ გაჭრების გამო გამოვიდა იქა პანგურით უნდა გავაგდოთ გაჭრების გამო ღირსების გამო რაღაცაი სატანური ღირსებას კიდე უკაკუნოთ მაგრამ რაღაცა თუ დავიწყეთ ყველაფერი თუ დავივიწყეთ მაშინ პრეტენზია ჩვენ აღარ უნდა გქონდეს. აი ეს მიდოდა მე თქვა ამასთან დაკავშირებით და თვით განცხრომა მოგეხსენებათ მაგალითი იმიტომ მოვიყვანე აი ფილმიდან რომ ეს ესეთი ფსიქოლოგიურად ზუსტი
ისადი და არ შეგეპაროთ რა მეც მქონია მსგავსი ვითარება გეტყვით ჩემს ემოციას და უпроსტორია გითხრათ ჩემი შინაგანი გამოცდილება სკოლაში რომ მივედი მე რაღაცი ეშმაკმა შემომიპარა რა იცი ერთი თეორია ესეთი იყო რამე ნაყოლება ასწავლე რასაც გეუნებიან რა საქმე გაქვს ის ფულიც აქვს ყველაფერი სახში ჩაძუნცულდები ამოცუნცულდები ეს აზრები მოვიდა ერთი ღამე მომენტალურად იცი თქვი რომ არის წამოვედი შევედი დირექტორთან ნაცნობი იყო ხო იცი საქართველოს როგორ ის არის გადავეხვი იმ დირექტორს მე საწყალი მომკვდარა მოდი მე წავალ მე 112 სკოლის დირექტორი იყო ისე 80-იან წლებში მე უთხარი მე წავალ მე მგონი ზედმეტი ვარ თქვენთვის ერთი რამე მითხრა ბავშვებს არაფერი არ უთხრა არავის არ ვეტყვი მე თქვი კარგი მან შემოთავაზა დარჩი და ესე ასწავლე რა აი სამინისტრო მთელი ამბავი ხო შეშინებული იყო კაცი ადგილი არ დაკარგოს რამე და ხა მე რატო უნდა ვიყო შენი სამსახურის დაკარგვის მიზეზი მოდი მე წავალ მე დავიკარგები ხო და არც არაფერი არ მინდა ხო და აი ეს აზრი საღამოს მოვიდა როცა რა დარჩი რასაც ის უფრო ადვილია ასწავლო ვიდრე შენი ღლები ინტელექტუალურად აი ეგეთე მოუყევი რაც უნდა ადამიანი ვარ და მოდის ეს ცდუნება მაგრამ დავწლი ეხლა მე კიდე გავაგრძელე და რომ თლათ კაი ტიპად არ დამესახა თავი ესეთი რამე შედავიჭირე ჩემი თავი აი მაგალითად თვეში რომ 500 მანეთი მოიცა მაშინ გავაკეთებ ეგეთ რამეს აი ამას პასუხი ვერ გავიცი დავტოვე ხიათ რა ეგ მარტო ღმერთმა იცის და ცოტა იყო ხელფასი და როცა ცოტაზე ხელფასი თეორია როგორ იცი ახლა ნამუს არ წავიწყმედავ რა ღირ შენი ნამუსის წაწყმედა საკითხი დამისვა ეშმაკმა რამდენად წაიწყმედავ ნამუს აი როცა უკვე მილიარდებზეა ლაპარაკი აქ არ გაყიდი შენ ნამუს მაშინ ხარ ადამიანი ის ახლა მანეთად და 100 მანეთად და 500 ლარა და 1000 ლარად ხო არის ადამიანები არ გაუყიდიათ ნამუსი ხო ვერ ჩავითვლებით აი ჩვენ სატანა ყოველთვის შემოგვიტანს რას იცი რომ კაი ტიპი შენ ხო კაი ტიპი ხარ შენ ხო მაგარი ხარ ამ ფილმშიც ეგ არის ხო აი ეგ მქონია მე განვიცადე მე არ ვიცი თქვენ განიცადეთ არ არჩევნის წინაშე ყოფილი ვარ აი ასპირანტურა მივატოვე რატომ მივატოვე ასპირანტურა გავყევი ბოლომდე განემტრო რომ კაი ტიპი ვარ დავიღალე იმ სისულელე საგნების სწავლით რა ჩემი გული არ იყო ჩადებული იმ საგანში გავიხლიჩე და ისი არა რომ ვითომ იცი რა სწავლა არ არის კაი უბრალოდ ჩემმა ტვინმა ჩემმა იმან აი იმ სწავლის ეს მეთოდები ვერ მიიღო იმიტომ რომ იზეპირე და იზეპირე სისულელეები და მე მკვდარი ვარ ვერაფერს ვერ იმაშვები სადიპლომო ნაშრომი იმაში ხელოვნება ცოდნებაში რომ დავამთავრე იყო ჩემი ასეთი თემა ილუსტრაცია ვეფხვის ტყავსანში ილუსტრაციის თემა ვეფხვის ტყავსანში ეს გრანდიოზული თემაა ხო ჩაუჭექი პიონერი კაცი გახარებული ვარ აბა დავიყარე ისენი უბერავ მივიტანე მივედი იქა სანამ წავდგები დასაცავად გონა აჩვენო იმას და იმჟამიდელი თბილისის რედაქტორი ნიკოლოზ ჯაში პროფესორი ამავე დროს აი იყო ჩემი ხელმძღვანელი ეხლა რომ მივიტანე ესა დავიწყე კითხვა და რო გადახედა და ეს რა არისო ჩემი წიგნი გამოიყენეო ის ავტო წყაროები მაჩვენეო წყაროები რა წყაროები მეთქი ბატონო ნიკოლოზ მე ახლა თავისუფალი თემა არის დავწერე დიპლომი რასაც ვიყო თავის რა წიგნები უნდა გამომიყენა მეთქი ვიკბინე ენაზე ისა მაიცა არა ეგ არაო ესე არ გამოვაო რა ვახ წამოვედი იქიდან დაფუხმელი რა როგორ ჩავჯექი იმ საღამოს დავიდი ამის წიგნი კიდე აბაკელია ვიღაც სულელების აი საბჭოთა წიგნები ვახტანგ ბერიძე ისინი ავდექი და გადაწერე გადმოწერე გაიმი ლამაზად მივიტანე იქა აი ეს არის ნაშრომიო ხო მოიწონა ამან ეხლა საჭირო არის რეცენზენტი ადგა რეცენზენტად ამან გამოაცხადა მუზეუმის დირექტორი სანიკიძე მაშინ თამარ სანიკიძე გადაუგზავნა იმას გაამაყებული ეს პროფესორი ჩვენი პროფესორი ნიკოლოზ ჯაში რომ ახერა სტუდენტი მყავს თელი არაფერი მას კონსულტაცია ჩემთვის არ მოუწია მე ეხლა ველოდები სურპრიზს ის ხო ვიცის რა ტიპია მუზეუმის დირექტორი და ამიბარა მუზეუმის დირექტორმა შევედი უმოწყალოთა გადაწერილიო მითხრა გაუსწორე თვალი ერთმანეთს და ვეუბნები მართლა მეთქი რომელიც არაფერიდან არ გადამიწერია ის დამიწუნეთ მეთქი თქვენ თუ არა ნიკოლოზ ჯაშმა აბა როგორ გადავწერო მეთქი როგორი ცოტა ესე არაფერი არ უთქვი ამას რა გააშრა არ დაიბოღმა ხო კარგი წადია რა უნდა ითქვა იმან აირჩიესა ეს იმას უკრავდა კვერს იმიტომ რომ ის პარტიის ნომენკლატურა თბილისის რედაქტორია გაზეთ თბილისის ცეკასთან მე მიდიმოდი ხო იცით ეგ აყვანილი და იმან რომ დანიშნეს იმათ რა ქვია რეცენზენტად გასაგებია რომ ამან იმას რაღაცა უნდა დაუჩხაპნოს დაწერა ესა და გადმოცა წავიკითხე ამის რეცენზია იცი რა რეცენზია იყო მე კიდე წავიკითხე ეს ჩემი დაწერილია მეთქი მივიტანე ეს რეცენზია და ტელეფონზე კი უთხრე იმას
რაც მე უთხარი. გადაწერილია უმოწყალოთო უთხრა. და თქვენ წარმოიდგინეთ ამ დიპლომით გავედი და შეფასება იყო 5-იანი. აი ესეთ ქვეყანაში ვიყავი. მითხარი ხლა ეს რა არის? ეხლა ერთი შემთხვევაში მეუნება ტიპი არაფერი შენი აზრი არ გჭირდება. ხომ? თავისუფალია შემოქმედება. ეს კიდე მეუნება უმოწყალოთაა გადაწერილი. თუ როგორ გადავწერო, ესეც მაინც მითხარი კაცო. მე კი ვიცოდი რას მთხოვდნენ ესენი. და იქ მივიღე მე კიდე გამოცდილება. ჩავიქნე ხელი რა. გამოვედი. არ ეგუებოდა ჩემი ისა რა, გადაწერი ახლა სხვისი აზრები. თან რა ვეფხვის და ილუსტრაციის თემა, ხო? რამდენი ილუსტრატორი ყავდა, ირაკლი თოიძე, აბაკლე. რა უნდა ამას ჩემს დაგილადგი, რა თმიდა შენი აზრები აქა? რატო უნდა დავწერო შენი აზრები, ხო? ჩემი თავისუფალ აზროვნებას ამოწმებ? მე რა ვიცოდი, ვაჟაფშავილასი არ იყოს. ირემი თუ იქნებოდა ხატისაო. მე რა ვიცოდი რომ ესენი თურმე საბჭოთა ის ქონია და მე კიდე მაინც პოსტმოდერნისტული ისენი მქონდა რაღაცა ყენჩაობები და აი გავაუცებ ადამიანს აი შენ ვის რა თუნდა შენი აზრი. შენ პიროვნება როგორც ასეთი არ უნდა იყო, ლიკვიდირებული ხარ, იდეოლოგია, გადაწერი. მაგრამ ახლა რა? ასე უმოწყალოდ, დაკვირით, გადაწერილია უმოწყალოდ. ასე არა. მე მასწავლეს, ჯვარედინოლა თუ უნდა გადაწერო. და ეს მეთოდი მე როცა ავიღე თანდათან უკვე დისტანცირებას ვახდენ ეგეთ პიროვნებებთან აი ეს ასპირანტურა ისენი და ერთ ჩვენ დღეს ჩემთან მოდის პიროვნება რომელიც მილიციის სკოლის სტუდენტად არის ჩარიცხული ძალიან აგარი ტიპი იყო და ამ პოლიტიკურ ეკონომიას ვერაფერი ვერ გაუგეო და თქვენზე მითხრესო რა ვინ გითხრათ მეთქი და ერთ-ერთმა პირმა მომბარა და იქნებ თქვენ დამეხმაროთო რა პრობლემა გაქვს ასეთი მეთქი და აი თემა პოლიტიკონომიაშიო ესეთი და იქნებ თქვენ დამეხმაროთო და ყველაფერს პატივს გცემთო რა. დავიჯექი აუხსენი ამ კაცს, უფროსი კაცი იყო ბათუმიდან თუ იმდა და თბილისის სკოლას, მილიციის სკოლას, მაღლის სკოლაში გადიოდა ამ გამოცდას და უჭირდა ახლა ამა ხო არ იცოდა. ამა რა იცოდა მეთოდე მე გავლილი მქონა. მე ვთქვა არაფერი პრობლემა არ არის ესა მე გეტყვით როგორ უნდა გადაწეროთ რა რა. თქვენ არაფერს არ ითხოვენ მეთქი. ცით რა მაინც ვერ შეძლებ მე არაფერი არ ვიცი. აი წერაც კი არ ვიციო. აი მეთქი ჯანდაბას და ამიტომი და მე იქავ თქვი ახ ნათქი რა ვიღაცას უთხრა ეს კაცი სად მიცნობდა და მომიგზავნა ეხლა როგორ მეთქვა ვარი ხო ხედავთ აი ყველას ხო რა უჯანყდები და ავაგდე და სამაგლოდ გავაწამე ჩემი მეუღლე გადაუწერა გაუკეთეს და მივეცი ჩააბარა კაცმა მოვიდა ტორტით არ არის სასაცილო აი რა ქვეყანაში ვიყავი მე აი მას არაფერი გადაიწერა რა იქიდან გადაწერე აქიდან გადამოწერე იქით და აზროვნება 0 ხო ეს არის უკვე თან ნელ-ნელა რო დაწყებული არის ცოტა უკვე ცოტა კრიტიციზმი და იუმორიზმი ამ სახელმწიფო სისტემისა იდეოლოგია მარქსისტული რო ქვია და ეხლა ჩვენ რო გამოვედით აქედან კაცო სწორედ ეგ იყო ის რომ ეგ მართლა კლავდა ინდივიდს აზროვნებას აბსოლუტურად და თუ ეხლა დღესაც მოხდება იგივე მაშინ რა გამოიცვალა თუ ჩვენ რატო კლავდნენ ჩვენთან ინდივიდს ხომ იცით ჩვენ ვექვემდებარებოდით სხვას ეხლაც ჩვენი სახელმწიფო თუ ყარნახობს ძირითად აი დებულებებს გარედან მაშინ ჩვენ თავისუფალი არ ვართ აი ფსიქოლოგიას მაგალითად აი დააკვირდით ეხლა კაცო მე ვიცი ახლა და თქვენც აი ელჩი როზის მათ ამერიკის ელჩი ყველაფერი მოსწონს ახლა საქართველოში მას აი ტელევიზორს ხო ჩართავს ეგა ხო უყურებს მე ვსწავლობდი თურქეთში ყველაფერს თურქულს და ეგ ელჩია მაგას პირდაპირ ევალება ერის ხო შესწავლილი აქვს მას აი მოწონს ახლა მართლმადიდებლებს ესეთი არეულობა თქვათ აი ესეთი გაჯიჯილება მე მგონი არა მაგრამ რა შეისწავლეს იცი ამერიკელებმა პრაგმატიზმი მაგათი ფილოსოფია პრაგმატიზმია ფსიქოლოგია ბიჰევიორიზმი ესე იგი ჭეშმარიტია რიც რაც პალეზნია სასარგებლოა ესე იგი მაწყობს ეს მართლმადიდებლობა მართვისთვის ჩემისთვის იფიქრეს მარწყობს ეს პრობლემა არ არის მაშინ დაუბარებდნენ სააკაშვილს ეთყობდნენ ამასთან ანტაგონიზმი არ ხის გავმართოთ ამასთან კავშირი და სახეზეც არის აი ეს ვიგულისხმე მე ხლა მანდა მაგ საუბარს ვინ დაგვასწრებს ჩვენ ფაქტიურად გაჩერებულია ყველაფერი აღარ არის გამოხტომები იმიტომ რომ თავიდანვე ამის ყოფიერებას ემუქრები მართლმადიდებლობის ყოფიერებას ემუქრება ამერიკა მის წარმოადგენელი ჩვენი თავრობა და ახლა საქართველოში ყველაზე მეტად ვერ იტანენ როცა ყოფიერებას დაემუქრები მაშინ აიღებთ თქვენ იარაღს სახში როცა ვიღაცა შემოგიხდება თმად მანამდე თქვენ არავის არ ჩაარტყავთ როცა საშიშროება დაემუქრებთ თქვენ მეუღლეს თქვენ შვილებს თქვენ ყველაფერს გააკეთებთ რომ არ შეგეძლოთ კბილებით გაგლიჯოთ ყველაფერი ასეთია ცხოვრება და მართლმადიდებლობაც ის ორგანიზმი ის სახლია სადაც კარგად გრძნობს მან თავს მართლობის ეს სისტემა უდიდესი აპარატია
გამფენილია მაღალ დონეზე თავისი ეკონომიკით ყველაფრით და ამას უპირისპირდებოდა მეორე ძალაუფლება, მთავრობა და მის უკან ამერიკა. აი ეს ფეხზე დააყენებდა ყველა ქართველს. გარდა სომხებისა და აზერბაიჯანელებისა. სულ ყველა ქართველი ამ კაცთან დადგებოდა. დღეს ერთ მაგან რო დაიძახოს 100%-ით ორ დარწმუნებული ყველა მაგასთან იქნება. მეტი ჯარის რაღაც ნაწილიც მანდ გადმოვა. ეგ გააკეთეს ადრე ზვიადის დროს. აი ახლა კი ეგ არის გათვალისწინებული და ამერიკული პოლიტიკით. ამერიკა ზვიადისთან არ იყო. არც რუსები არ იყო. ძალიან ადვილი იყო მაგის გადაგდება. ბატონ მიშასთან ამერიკა არის ჯერჯერობით. აი რო შეეშვებიან. მე ვნახოთ რა მოხდება. დასავლეთიდან ფინანსებდებიან, შემოდის ეს კარგი კრედიტორია საქართველოს. რის ხარჯზე? თანდათან სიღატაკე უწევს. ესე იგი, სპორტული იმით თუ შემოვიდან ტერმინოლოგიით 32 ფინალში ვართ ჩვენ ახლა ეკონომიკაში და იმაში, აი 22. ხო? თელი 32. მე ხო იცით 32 მე-16 მე-8 ფინალი მე-4 ნახევარ ფინალში. აი როცა ნახევარ მე-4 ფინალს მივახცევთ, კატასტროფა იქნება. თანდათან ესე მოდის. ხო და ბატონო ეს დაშფანდური კი არის და კი ბატონო ძალიან კარგი, მაგრამ მე ვიცი რომ ესე ქვეყანა არ იმართება. ერთი აბნელებს, მეორე გარკვეულ ნაწილს ყველაფრის უფლებას აძლევს. იუმორები, ღადაობები ტელევიზორში, ყველაფრის ჩვენება, ხო, აი აქ ვცხოვრობ და ასეთი რამე ტელევიზორში არის, რომ ყველაფერი აქ არ არის. ხო, ასეთი თანამედროვე ქვეყანაში ვცხოვრობ და ხანდახან ვფიქრობ, ეს საბჭოთა კავშირი ხო არ არის მეთქი. ხო, იუმორით მეთქვი, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობ რა. ერთ საბჭოთა კავშირში და გადმოვედი ახლა უცხოურ საბჭოთა კავშირში. აი ესეთი ის არის, რომ ვერც გაიგებ აქ ხალხი ცხოვრობს. ტელევიზიაც კიდე რას ემსახურება ამ ტელევიზია? არასოდეს აქ არც პოლიტიკა არის, არც ისეთი ეროტიული ფილმები არის. აპაპა, თელერიგი ცენზორები ყავთ. არჩეულია სხვადრო, ფასია. არ რეგულირებენ ამას რაღაც იმეებით, რომ ეს არ მოხდეს რაღაცა ქვეყნის აყირავება. აი მანდ აი ერთი მხარე არის ძალიან კონსერვატორული ვითომართმაიდებლობა, რომელიც ყეფავს. მეორე, აი ძალიან ისე ვაკეთოთ ყველაფერი. გავერთოთ და ახალგაზრდები დაეტაკნენ და პირდაპირ გართობაში წავიდნენ. ხოლო გამოიკულიეთ თქვენ ახლობლებში ვინ კითხულობს წიგნებს, მაინტერესებს რამდენი ახალგაზრდა, იმიტომ რომ წიგნის კითხვას დრო უნდა სულ ცოტა დღეში 4-5 საათი. ისე ვერაფერს ვერ მიაღწევ. ვინმე კითხულობს, თქვათ, მაღალ მხატვრულ რომანებს. სადა აქვთ მაგის დროს? რესტორნებშია ხალხი. მე პახმელიაზეა. მთელი ერი უკვე რო ტრაბახობდით წიგნიერი ვართო, უწიგნურ ერად მოგვევლინა განთავისუფლებულ ქვეყანაში. წინ წლებში განთავისუფლებული. საბჭოთა კავშირის დროს ბოღმაზე მაინც ვკითხულობდით, იმათ ჯინაზე, ჩუმჩუმად. გამიგეთ? ესე იგი ერი ყოველთვის უნდა ყავდეს მომწყდეული რომ სულზე იფიქროს. და გახსოვს მეტი მოინდომა ნოდარ ნათაძემ რომ ჩვენ კალბასი არ გვინდა, ის არ გვინდა, ზუსტად ესე თქვა კალბასი, ძეხვი არ უთქვია. აი ბალახს შევჭამთ, ხონთ სული. კაი ის არის ხო? აი მოგვატყუა ნათაძემ. თურმე სული უნდათ. სადა ეს სული? სად წავიდა ფილოსოფიის ინსტიტუტი? სად არის თარგმნელობითი ისა? რატომ არ არის ქართულ ენაზე ის, რასაც მე უცხო ენაზე ვიღებ განათლებას? მანდ ვიყავი უცხო ენაზე ვიღებდი განათლებას, აქითა ვარ უცხო ენაზე ვიღებ განათლებას. სად არის ეს ქართული? რატომ უნდა ვკითხულობდეთ ჩვენ სხვა ენაზე დიდ კორიფეებს, მას რა თქვენ ეს ენა? ღმერთმა ხო მოგცა? კიდე კაი მადლობა ღმერთს, ღმერთის წყალობით, ღმერთის უშუალო ძალდატანებით ბიბლია მაინც არის ქართულ ენაზე. რომელსაც სამწუხაროდ არავინ არ კითხულობს. ჩანს რა აზროვნებაში. აგერ როგორ ორი წაიკითხე, ერთი მათე, მეორე ლუკა მიაყოლე და დანარჩენი საკუთარი სახარება, ეგ ბიბლია არ არის. ბიბლია არის 66 წიგნი. ხო, ვისაც გამოკითხე მე, ეგრეთ წოდებულ განათლებულ ან ხალხგაზრდებს თუ ნაგითხარო რომ ჩემდა სამწუხაროდ არიციან ბიბლია, პირდაპირ მეთხრეს. ვერ გებულობენ თელ რიგ ადგილებს. დახურეს ეგ წიგნი. ათო ბიბლია მაგათთვის არის ახალი აღთქმის მათე მარკოზით წაუკითხეთ, წერილებიც არა. ეგეთ ახლა წერილები ცოტა გაუგებარია. და სიუჟეტი, სადაც სიუჟეტი ჩაიხედეს. შესაქმე იმ პიროვნებამ წაიკითხა. მაგრამ რო უთხარი, ლევიტელები, იქ წინასწარმეტყველები, აი ეს წიგნი ღმერთმა გაგვიკეთა. თორე მაგასაც არ თარგმნიდა არავინ. სხვა დანარჩენი არაფერი არ თარგმნება. გარდა ამ ქართული ლიტერატურისა ისევ თუთაშხია, ისევ ილია ჭავჭავაძე, ისევ აკაკი წერტლის კაი გამოცემები, ისევ მურმანლევანიძეები და მსგავსი მისთი ეშმაკები, როგორც დოსტოევსკი იტყოდა. რა თქვინდა ეგა? ქართული ენა უცვლელი იყოს, მაგრამ ეს ეშმაკები რა თმინდა?
ინტელექტები არ მოდის. განათლება ხო საჭიროა. მაგარი რამეა განათლება. სად იღებს ჩვენი ხალხი განათლებას ეგეც მინდა და რა სწავლობენ. ადრეც ვთქვი, რატომ არ არიან აი ესეთ დონეზე მოწყურებული გაიგონ თუ გვინდა მოვაწყოთ ნორმალური ქვეყანა, რაზეა დაფუძნებული ეს. ხო, მე დღეს ასეთ სურათებს ხედავ გადასახედიდან, აი აქ არ მონაწილეობ რა თქმა უნდა მათ, მაგრამ ეს არის ჩემი აზრის დემონსტრირება ახლა ღმერთ მანქანას თელი რიგი რაღაცეები უკან წავიღებ ყველაფერს მაგას რა ჯობია ვინმე ამას დაუპირისპირდეს ამას და ჩამაგონოს რამე ჭკვიანი უნდა კარგი მაგას რა ჯობია დახარბებული ვარ ყოველთვის ჭკვიანი კაცის სენტენციებს რატო მithumetes ქართველი თუ ჭკვიანია ვენაცვალე ქართველს რომელიც ჭკვიანია შემოვევლე ჩემი თავი ამ მოგვწია უცხოელი ჭკვიანი ხალხის სიყვარულით დამახჩო ამდენმა უცხოელმა სიყვარულით ხო დაწყებული ბერძნებიდან მოყოლებული რომელიმე დღევანდელი აი თუნდაც პოსტმოდერნისტი რომელიმე ის იყოს მასლოუ აი მაინც იცი რა არის უცხოელები არიან და ჩემი ერიდან რო ეს ჭკვიანი გამოვა იმას რას ლაპარაკობ თავს დაუხრე ხო და ვინც არ არის კახაბერი მე ვერ ვიტყვი კახაბერად ესეც ჩემო კარგებო გურამიშვილიდან არის